მოგესალმებით, შენი შუაღამე ეთერში, მოგესალმები ილო. მოგესალმები. დღეს პროტესტის 74 დღეა და დიდი ჭიდაობის, ძიძგილაობის, ძალიან ბევრი გედედეს თანამშრომლის გამოყვანის, უამრავი პოლიციელის მოყვანის შემდეგ მაინც გადაიკეტა რუსთაველი, იმიტომ რომ მივიდა საკმაო რაოდენობით ხალხი, დააკავეს ასევე ლევან გოგიჩაიშვილი ძალის გამოყენებით და ჩვენ ნახეთ ამის კადრები, ხო არ ვიცი, აღარ დავიწყებ იმ ყველაფერზე დეტალურად საუბარს, რაზეც მართლა აგერ უკვე 74 დღეა მე და შენ ვსაუბრობთ და მთელი ქვეყანა ამით ვართ მოცულები ამ იმ უსამართლობით, რაც მეფობს დღეს ჩვენ ქვეყანაში. როგორც ყოველთვის აუცილებლად დავიწყებ ჩვენი სინდისის პატიმრების მოკითხვით, სოლიდარობით, თანადგომის გამოხატვით. დღეს 21 დღეა, რაც მზია ამაღლობელი შემშილობს, 25 დღეა, რაც თემურ ქათამაძე შემშილობს და მე-7 დღეა, რაც ნიკოლოზ ჯავახიშვილი შემშილობს და ამის საპასუხოდ ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან არის კვლავ სიჩუმე და მეტიც ისინი სხვადასხვა გზებით ცდილობენ გატეხონ ეს ადამიანები, რომლებიც არიან გამოკეტილნი საკანებში, გატეხონ ადამიანები, რომლებიც უკვე 74 დღეა ქუჩაში დგანან ყინვაში იმისათვის, რომ დაიცვან თავიანთი ქვეყანა. ადამიანები, რომლებიც არ უშინდებიან არც დრაკონულ კანონებს, არც არაფერს საერთოდ, რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გვეშინია ჯერ ერთი იმ ჯარიმების, რომელიც არის აბსოლუტურად აბსურდული ქვეყანაში, სადაც ასეთი დაბალია საშუალო ხელფასი და ჯარიმა წარმოადგენს 5,000 ლარს. დღეს ვნახეთ ჩვენ სასამართლო პროცესი ქუთაისიდან, სადაც მაია ცირამოა, ლადო აფხაზავა, ნინო ქათამაძე და კიდევ არ მახსოვს რამდენიმე ადამიანი ადმინისტრაციულით დააკავეს და მერე დაუწერეს 5,000 ლარიანი ჯარიმა, რაც არის აი უბრალოდ ისეთი ბოროტი ცინიზმი არის ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან, რომ წარმოუდგენელია, თუმცა ხვდებით, ყველანი კარგად ხვდებით, რომ ისინი უკვე მართლა ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ, ყველანაირი საშუალებით ცდილობენ, რომ გატეხონ, გააჩუმონ, გააქციონ ან დააკავონ ადამიანები და ხედავთ ჩვენ უკვე 74 დღეა, რომ ქართველი ხალხი მაინც იბრძვის თავიანთი უფლებებისთვის, შვილების უფლებებისთვის, ქვეყნის თავისუფლებისთვის და არ ვიცი, მე ორი წუთითაც მოვყვები უბრალოდ ჩვენი თეატრის ვასილ აბაშიძის სახელობის თეატრის მანიფესტი გრძელდება. ამ შაბათ კვირას ვიყავით ქუთაისში და ოზურგეთში და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენ საყვარელ იმერეთს და გურიას, კერძოდ კი ქუთაისში და გურიაში მოსულ ადამიანებს, იმ ადამიანებს, ვინც ვერ მოახერხეს მოსვლა, მართლაც ძალიან ამაღელვებელია ხოლმე ამ ხალხთან შეხვედრა და მათი ტკივილების მოსმენა, იმიტომ რომ ჩვენი მანიფესტი როგორც უკვე ბევრჯერ ვახსენე, არის პლატფორმა იმისათვის, რომ ადგილობრივი ადამიანების პრობლემები მოვისმინოთ, გავუზიაროთ ერთმანეთს და ვისაუბროთ იმაზე, თუ რამ ხელა ძალა და მნიშვნელობა აქვს ერთიანობას. ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად როგორ სერიოზული სოციალური პრობლემებია დღეს საქართველოში მეფობს სიღარიბე და აი ჩვენ სახალ ამბებში იყო კიდეც კვლევები დაიდო და ყველაზე პირველ ადგილას ქართველი ხალხი ფიქრობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არის ძალიან მაღალი ფასები, მაგალითად 82% თუ არ ვცდები ფიქრობს, რომ ევროინტეგრაცია არის საქართველოს პირველადი მიზანი. მოკლედ, რეალურად ჩვენს რო დავდივართ რეგიონში და რო ვესაუბრებით ამ ხალხს, ანუ მართლა ყველა არის, არ ვიცი, უკიდურესად ცუდად არის ხალხი, იმიტომ რომ დღეს ცხოვრება, ყოფითი ცხოვრებაც ისეთი გაუსაძლისია უკვე და მით უმეტეს აი ამ ტერორის პირობებში, რომ წარმოუდგენელია, თუმცა რეგიონებში მაინც არ აქვთ ადამიანებს ჯერჯერობით ის თავისუფლება, რომ გამოხატონ ეს თავიანთი პროტესტი. ვიცით ძალიან კარგად, იმიტომ რომ იქ უფრო მეტად ახერხებენ, რომ დააშინონ ეს ხალხი. და არ ვიცი, ამ ყველაფრის, ამ დაშინების და ამ მოძალად რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენ ერთადერთი, თუმცა საკმაოდ ძლიერი იარაღი გვაქვს და ეს არის ერთმანეთი გვყავს და სიმართლე არის ჩვენ მხარეს და ჩვენ თუ ერთად დავდგებით, ვერანაირი რეჟიმი ვერ მოგვერევა და მე მაინც დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ზუსტად ამ გზას ვადგავართ, თუმცა ბრძოლა საკმაოდ რთულ ფაზაში არის შესული, იმიტომ რომ ხედავთ რეჟიმი როგორ მართლა დაბმულ ცოფიან ცხოველს რო აუშვებ, აი ასე იქცევიან ზუსტად, თუმცა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გადაიჩახებიან ისინი ხრამში. ხო, ანუ მაგას ბევრი მიზეზები აქვს, რატო აქ აქციას და რატო აწუხებთ ესე ძალიან აქცია, მან ხო არ არის მარტო რაღაცა პირადი დისკომფორტი ან რამე. რა თქმა უნდა. რა შედეგებით დაიდო, ახლა მე მგონი ბევრი ადამიანი მიხვდა, რომ ეგრე არ არის რა, ჩვენ ანდრე ცოტა სხვანაირად ეგონა ხოლმე, რომ თითქოს დასავლეთში აი ადამიანის უფლებები ირღვევა, ან თუნდაც ეგეთი მსოფლმხედველობის ხალხია, იქ ევროპის დროს შეეჭირათ.
ამით მხოლოდ ქმედებები არ ხდება რა. ანუ უამრავი პრობლემაა სამყაროში, ორი უდიდესი კონფლიქტია, ხო? რომელი რა ეტაპზე გადავა, სად რაღაცა დაკონსერვდება, სად დროებით შეჩერდება ცეცხლი, სად განახდება, ანუ მუდმივად კონფლიქტური სიტუაცია, ყველაფერი ბეწვზეა. ამ დროს რა თქმა უნდა საქართველოს მაგხელა ყურადღებას ვერ დაუთმობენ, როგორც მაგალითად უკრაინას, ან მაგალითად პალესტინა ისრაელის ომს, ხო? მაგრამ ჩვენ აი ამდენი ხანი რომ 74 დღეა, ხო? ადამიანი რომ უწყვეტ პროტესტს გამოთქვამენ. ეხლა რასამოს პროპაგანდა ერთია, მაგრამ იქ ესმით, რომ ასეთი ხანგრძლივი აქციები როცა არის, ყოველ დღე რუსთაველზე იმდენი ხალხი ვერ იდგება, როგორც ეს აფხულში იყო, ან თუნდაც რავი, 2 თვის წინ, ხო? მათ ესმით პროტესტის სხვადასხვანაირი ფორმებია. ეხლა ხან სუსმინ ერთი ბრიტანელი ზუსტად არ მახსოვს, ანუ იმ ექსპერტის სახელი და მაგრამ ისამონდა, ხო, ქართველი ხალხის მაინც გადასაწყვეტიაო ეს ყველაფერიო და მათზეაო ყველაფერი დამოკიდებული და ეხლა მან რა არის, იცი რომ თუ ამდენი ადამიანია, რომელიც პროდასალურად არის განწყობილი და თulis რომ ერთადერთი არ გააჩნია დასავლეთ ამ შემთხვევაში ალტერნატივა, თეორიაში კი გააჩნია, მაგრამ ნუ არ მოგწონს ეს ალტერნატივა. მაშინ კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა იყოს, ხო? ამის პროტესტში ჩართული, ჩაბმული და ასე შემდეგ. თუმცა გეთანხმები, რომ დისკომუნიკაციაც არსებობს. ანუ მათში არის უიმედობა, ამას ბევრი პრობლემები აქვს, რატო უიმედობა, ვინ ესაუბრა, შენ არ უნდა ამბობდე მაგას და თქვა შენი თეატრის წარმომადგენლები, ან თუნდაც გარეუბნებშიც რომ იყვნენ გასულები, აქ ჩვენ ყავდა რეჟისორი, ბიჭი ხო, რომელიც ამბობდა, რომ მივდივარ და აი გურამ ზუსტად, გურამი რომ აი მიდიხარ ხელს ჩამორდა და გელაპარაკან მოწყურებული ადამიანი, რომ მათ ჭირდება ყურადღება. იმდენად ცენტრალიზებული არის ყველაფერი, რომ ადამიანები მიტოვებულად გრძნობენ. თუმცა ეს ასეც არის. აბსოლუტურად გეთანხმები და ესეც სამუშაო არის. მაგრამ უბრალოდ მე მინდა აღმენიშნა, რომ ძალიან ხშირად მესმის ხოლმე გარშემო და ყველას ჩვენ გაგვჩენია სადღაც ეგეთი თუნდაც ეჭვი მაშინ როცა ყველაზე უფრო რთული პერიოდი გვაქვს, რომ საერთოდ აზრია აქ ამას. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ იმის გათვალისწინებით რაც ხდება მსოფლიოში, ახლა ჩვენ ხო არ ვართ ისეთ იზოლირებულები და მოწყვეტილები, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს ხდება, ყველას გვაქვს წტომა ყველაფერთან თითქმის. და ვისაც გვაქვს წტომა ყველაფერთან, ჩვენ ხედავთ, რომ თვითონ სამყაროა ძალიან გაუხეშებული, უფრო პრაქტიკული, უფრო რაღაცნა ბრუტალურიც თითქოს რა. და იცვლება, სტანდარტებიც იცვლება, დიპლომატია სხვანაირია, აი თუნდაც ტრამპი ახლა ხო ამერიკის პრეზიდენტი და მისი მეტყველება სხვანაირად, მისი სენატორებიც კი სხვანაირად მეტყველები, რაღაცა თითქოს ხას დიდი გადაწყობა მიდის და მე მესმის რომ სამყარო იცვლება და ბევრი კიდე გამოწვევა არსებობს. მაგრამ რა აი ეს თითოეული ის არ ვიცი სანქცია იქნება, ყურადღება იქნება საქართველოს მიმართ, ეხლაც რაღაც ახალი დასკვნები დაიდება, კიდე ახალი სანქციების პაკეტი მზადდება. ეს არის ხალხის დამსახურება. სულ რომ 10 და 20 კაცი იდგესი, მე კი არ მამბობ რომ 10 და 20 კაცი უნდა იდგესი. მაგრამ როდესაც ხალხი არის, ამდენი ხანი როცა გრძელდება, ეს არის მნიშვნელოვანი რა შენ თქვი რომ გაცილებით უფრო გასასტიკებულები, სულ უფრო და უფრო. იმიტომ რომ მათთვისაც მნიშვნელოვანია ეს ძალიან რომ როცა ხედავენ რომ მე-13 თვე მიდის, ხო? და არ იშლება ხალხი. ეს ძალიან მოქმედებს, იმიტომ რომ ნახე, გინა საუდის არაბეთი იყოს, გინა ჩინეთი იყოს, გინა ირანი იყოს, ჩვენ ყავდა იმ დღეს თუ, მაგრამ მეგონი მაგას ამბობდა ზუსტად. ვის უნდა ეხა ეგრე ურთიერთობის დაჭერა, შენთან თუ შენ ვერ ალაგებ შენს მათი გეგმები ვერ განხორციელდება ეს გაგრძელდება. ამიტომ არის ესეთი განსაკუთრებული სისასტიკე, იმიტომ რომ მათთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მოახდინონ ასე ვთქვათ ერთგვარი მახინჯი ფორმებით, მაგრამ ლეგიტიმაციას აქვს. ანუ შეგუებლობა, რაც გინათ ის დავრქვათ, როცა ბეჭედი დარტყმა და უკვე ხალხი ასე ვთქვათ დააგდეს ბეჭებზე. აი ვატო ამბობდა იმ დღეს ქავთარაძე ძალიან სწორ ამას, რომ 4 ფაზა არსებობს რუსული, აი ესეთი რაღაცა დივერსიის, რომელსაც უწყობს სხვადასხვა ქვეყნებს, თვითონ ეძახიან აქციული მერაპრიაციას, სადაც 4 ფაზაა. ხო, თავიდან ეს არის რაღაცა, ნუ რამოდენიმე კრიზისია მეორე, თუ არ ვწდები, მესამეა კრიზისი, თუ არ ვწდები, ეხლა არის უკვე განსაკუთრებული თქვა სისასტიკე გამოვლენილი. ქაოსიც თავის ადგილს იკავებს. ნუ ბოლოს არის, მოკლედ ბოლო ეტაპია ძალიან მნიშვნელოვანი. ბოლო ეტაპია, როდესაც ხალხი დანებდება და იტყვის, რომ არაფერს აზრი არ აქვს, რაც არის ეგ არის და ნუ ასე ვთქვათ, რაღაცას ლეგიტიმაციის მსგავს მოახდენენ. აი ეს არის მიზანი და ვინც არ იცის და თქვათ ფიქრობს, რომ ესეთი გავეშებით, რატო? ერთ-ერთი ეს არის. რა თქმა უნდა, აქ მარტო ეს არ არის და არის კიდე ის, რომ მაგიტომაც იყენებენ ბელორუსიაში მეთოდებს და ეს კიდე რუსეთის ცალკე დამსახურებაა, მაგრამ საბოლოო ჯამში ხო, მე მინდა რომ ყველა იმ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში
დაუღალავად, შენი ჩათვლით სხვათა შორის, თუ შენ ძალიან შენ ჩემზე უფრო აქტიურად ხარ ამ ამბავში ჩართული და რატომ ამბობ ამას, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწორედ ასეთი ადამიანებზე გადის ის, რომ თუნდაც სხვა ადამიანებს მერე შეუულიათ რომ გავიდნენ. ხვდები, იმიტომ რომ პრეცედენტია უკვე, ანუ დიდხანს შენ ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე მერე მაინც ფიქრობ ისინი იქ არიან და ამას მნიშვნელობა აქვს. ხა იმ დღეს ტაქსის ხოლმე მითხრა რომ აი ჩემი მოხუცი მშობლებიც იქ არიან დგანან და აი გეხება რა როცა ამას ხედავ მე გადამდები ეს ამის თქმა მინდა და ყველა ძალიან დიდი მადლობა იმაშება რა ქვია რაღაც მხრივ უიმედობას რომელსაც თესავს რეჟიმი ამსხრევს ეს აი ადამიანების პრინციპულობა როდესაც ვიღაცა უიმედოა და გონია რომ აზრი აღარ აქვს და უცებ ხედავს რომ 74 დღესაც ჯიუტად დგანან ადამიანები და თან დგანან მშვიდობიანად რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის და ხედავთ ჩვენ რომ ზუსტად ამ მშვიდობიან ჯიუტად დგომას აქვს უდიდესი ძალა და ძალიან მნიშვნელოვანია ეს რომ მნიშვნელოვანი არ იყოს და ეს რომ რეჟიმს ძალიან არ არყევდეს ასე არ დაერეოდნენ თუნდაც დღეს და ასე არ შეეცდებოდნენ საკანში მყოფი ჩვენი სინდისის პატიმრების გატეხვასაც ის რაც დღეს მოხდა რომ ადვოკატი დადიოდა საკნიდან საკანში და ცდილობდა რომ რაღაცნაირად გაეტეხა ეს ადამიანები მე მგონი გადავიდეთ შეგვიძლია ჩვენს დღევანდელ თემაზე როგორც დავიწყეთ საუბარი ვისაუბრებთ ჩვენს სინდისის პატიმრებზე ვისაუბრებთ იმაზე რომ ეს ციფრი რომელიც იზრდება და იზრდება არ არის მხოლოდ სტატისტიკა ჩვენ თუ კარგად დავფიქრდებით რისი დროც სამწუხაროდ არ გვაქვს იმიტომ რომ ყოველდღიურად არანორმალურ რეჟიმში და ინფორმაციულ ზღვაში გვიწევს ყოფნა და აი ამ ყველაფრის გადამუშავება თუმცა ის თითოეული ადამიანის უკან არის მათი ოჯახების ისტორიები მონატრებები სევდა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ესენი ვინ არიან იმიტომ რომ რეალურად ეს არის ხალხი რომელიც დღეს მიათრევს საქართველოს ღირსებას იმისათვის რომ გაიტანოს ფინიშის ხაზამდე და გავიდეს ბოლომდე და იმისათვის რომ გავიმარჯვოთ აუცილებლად და გავიმარჯვოთ სახელოვნად და სწორედ ამ თემაზე სასაუბროთ ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავს ქეთი ჭელიძე ექიმი ქეთი ელიეშვილი ჟურნალისტი სცენარისტი მოგესალმებით ქალბატონებო და ეს სტუმრები აქ არიან მოსულები იმისათვის რომ შეიქმნა ასეთი პროექტი სადაც ამ ადამიანებზე თითოეულ ჩვენ სინდისის პატიმარზე გაკეთდა ვიდეოები რაც ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის გავიწყოთ იქიდან აი საიდან როგორ გაჩნდა საერთოდ ამის იდეა და რატომ ჩათვალეთ საჭირო ნამდვილად მნიშვნელოვანია მაგრამ თქვენ როგორ მოგივიდათ ეს თავში რომ აი ეს აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო. რაც ეს მოვლენები დაიწყო და ზოგადად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სულ ფიქრობდი ერთ რამეზე რომ მე რომელიც ძალიან დიდი ხანია პირველი რუსული კანონიდან მანამდე გავრილობის ღამე იყო სულ დგავა რუსთაველზე და მე შეიძლება და ყოფილიყავი ერთ-ერთი ვინც მოხვდა ციხეში შეიძლება ყოფილიყავი მე შეიძლება ყოფილიყო ჩემი შვილი და ჩვეულებრივად ნებისმიერ ჩვენგანი თავისუფლად ერთვენია დღესაც რაღაცა აი რომ მიდიმოდი ხარ და ტელევიზორს რო უსმენ აი ესეთ მომენტში გამოაცხადეს რომ ამჟამად 50 პატიმარია ციხეებში 50 უკანონო პატიმარი და მივხვდი რომ აი რაღაც ცუდად არ გამოაცხადეს ჩვეულებრივად გამოაცხადეს როგორც აცხადებენ და მივხვდი რომ ეს არის მიუღებელი არ შემიძლია მე ესე მივიღო ეს ადამიანები იმიტომ რომ ვუყურებდი მათ სურათებს და წარმომედგინა დილას განსაკუთრებით აი რამდენიმეზე როგორ გაუმზადა დედამ საუზმე თან ისეთი პატარული საუზმე როგორ დაუდგა როგორ წავიდა და ის ბავშვი ხა ციხეში როგორ არის რა სჭამს და რას მე როგორც როვლიშვილის ჩემთვის იყო ეს ძალიან შემაშფოთებელი ხო და ნუ ვიფიქრე რომ ვარ სცენარისტი ჟურნალისტი ცოტა შემიძლია დავამონტაჟო, ცოტა შემიძლია რისერჩი გავაკეთო, მყავს ბევრი მეგობარი და დაიტოვეში დავწერე, რომ მეთქი მე იმიტომ რომ თითეული პატიმარი იყოს იდენტიფიცირებული, თქვენ შეძლოთ თითეული მათგანისთვის თვალებში ჩახედვა, თქვენ ნახოთ რომ ეს ადამიანები არიან მართლა რეჟიმის ტყვეები, ეს ადამიანები არიან უკარგესი ბავშვები, ეს არა მარტო ბავშვები, დიდებიც არიან იქ 50-52 წლის ადამიანები და ამ ადამიანებს აქვს თავისი ბიოგრაფია, ყავთ მეგობრები, ელოდებიან. მე მინდა გააგაცნოთ ესენი და თუ ვინმე დამეხმარება მონტაჟში, რისერჩში, პატიმრებთან დაკავშირებაში და ასე შემდეგ მზად ვარო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოხალისეობრივად გავაკეთო და აი
დაიტოვე მიხულა ეს თალკე პროექტია დაიტოვე მე მაგალითად აი ყველაფერი დამთავრდება წლის იმედი ნომინაციაში გავამარჯვებინებდი დაიტოვე იქ იხუმლა უცებ ნინი შეცვლაიძე რომელთან ერთადაც ვაკეთებ რომელიც არის მთავარი ძალა ჩემთვის ამ პროექტში ანიჩკა ჯობავა მე მონტაჟე რა ვიცი ჰემი პროდაქშენმა პეთხოს და მებოს სტუდიამ ველიჯანამ რომელიც ახმოვანებს დათო ველიჯანაშვილმა ქეთიმ გოგოებმა ჩემმა მეგობრებმა უამრავმა ადამიანმა აი უცებ გავაკეთეთ დაარსომდა ნანუკა მომაწოდეს პატიმრების სია ვუკავშირდებოდით ან პატიმრებს ან ადვოკატებს 5 შეკითხვა გქონდა რომ არ გვინდოდა ძალიან პათეტიკური და არც გვინდოდა რომ ძალიან ინფორმატიული ყოფილიყო და ზოგადად აი პათეტიკასა და ინფორმატიულობას შორის რაღაცა ზღვარზე გავიარეთ მე ვფიქრობ ხო ნუ მე თეონა ჯორბენაძემ შემოგთავაზა რამდენიმე საუნდტრეკი ცნობილი კომპოზიტორების რომლებიც თან განსაკუთრებით მიკა მდინარაძე აქტიურობდა მაგრამ ჩვენ გადავწყვეტეთ რომ მაინც ჯობდა რომ მიტინგის ხმები დაგვედო ამ ყველაფრისთვის და მოკეთ ვერ გეტყვით რომ ახლა შედევრები გამოვიდა მაგრამ გამოვიდა ის რაც გამოვიდა ნუ ძალიან საინტერესო მე ვნახე რამდენიმე ვიდეო და მართლა ყოფილი პროფესიონალურ დონეზე გაკეთებული ისე რომ შეგვეთავაზებდა ტელევიზიებისთვის ბუდის გიხდით რახან მიტინგი და აქცია ახსენეთ ეხლა გვანსაჯობავა გვეყოლება ჩვენ ჩართვით იმიტომ რომ ნახავთ რა ხდება რუსთაველზე სხვა რუსთაველზე დაბრუნდა გვანცა მოგესალმებით როგორ ხარ და აბა გითხარი ძალიან გამიხარდა რომ ხარ ჩართვით ისიც გამიხარდა რომ ლაზერიც დაბრუნებულა რუსთაველზე და ვიცი რომ ძალიან დიდი ჭიდაობის მერე მაინც გადაკეთეთ რუსთაველი და მე ვამაყობ თქვენით აქედან სტუდიიდან მოგესალმებით ძალიან გითხარი რა ხდება ხმაურია იმიტომ რომ ლაზერის წარწერა დაბრუნდა პარლამენტზე ჩვენ დავბრუნდითო დაეწერა და შევქმნათ ხმაურიო და ამიტომ რუსთაველზე ხმაურობს ყველა ეს არის გამარჯვების ყიჟინა იმიტომ რომ ჩვენ გქონდა ძალიან მძიმე მომენტი მძიმე წუთები აი აქ რუსთაველზე იმიტომ რომ ფაქტობრივად მთელი ლაშქარი გამოიყვანეს ჩვენ წინააღმდეგ მე პირდაპირ ვიტყვი რომ ეს არის ქართულ ხალხზე ძალადობა ეს არის შეკრების და მანიფესტაციის კანონის უგულებელყოფა იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს სრული უფლება რომ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი მშვიდობიანად რასაც უკვე რამდენი 75 დღე ავაკეთებთ და მათ შორის გადავუკეთოთ რუსთაველი ეს არის ჩვენი სრული უფლება მაგრამ რეჟიმმა როგორც ჩანს გადაწყვიტა რომ ძალა გამოიყენოს ჩვენ წინააღმდეგ და ჩვენი პროტესტის მთავარი ხერხემალი რუსთაველის გამზირი წაგვართვას თუმცა ეს არის ჩვენთვის აბსოლუტურად დაუშვებელი მე დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს მოქალაქეები მომდევნო დღეებშიც ძალიან აქტიურად და მრავლად ისევ გამოვლენ რუსთაველზე ბრუნდება მარშები და სხვადასხვა ფორმით ეს პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება და ჩვენი პროტესტის ხერხემას რუსთაველის გამზირს და ჩვენს უფლებას რომ სწორედ აი აქ სადაც ჩვენ გვინდა ამ გამზირზე გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია იმის შესახებ რომ რეჟიმის პატიმრები უნდა იყვნენ თავისუფლები უსამართლოდ დაკავებული ყველა ადამიანი და მზია ამაღლობელი და ყველა მოშიმშილე და ასევე ის რომ ჩვენი მოთხოვნა უცვლელი რჩება ხელახალი არჩევნების შესახებ. ამიტომ ვერავინ ვერ დაუშლის ქართულ ხალხს იმას რომ ჩვენ ეს პროტესტი გამოვხატოთ აქ და აი ასეთი ფორმით მშვიდობიანი ფორმით და აქ იყო ფაქტობრივად მთელი ნიღბიანების კოლონა გამოიყვანეს ჩვენ წინააღმდეგ ყოველდღიურად ვხედავთ რომ მრავლდებიან ხვდებით ძალიან კარგად რომ რეჟიმი ძალიან თავმობეზრებულია როგორც ჩანს მობეზრებული აქვს ეს ჩვენი პროტესტის და ცდილობენ რომ ყველანაირი ფორმით დაშინებით ძალადობით ხალხის დაპატიმრებით და უთვალავი ჯარიმით რომელსაც ყოველდღიურად უწერენ ადამიანებს დაგვშალოს და დაგვაშინოს მაგრამ ეს დაშინება ჩვენზე არ მოქმედებს არც 18 თებერვალს რასაც ასეთ ცდილობენ როგორც ჩანს რომ ოლიგარქს დაბადების დღე მიულოცონ გათავისუფლებული და გასუფთავებული რუსთაველით არ გამოვა ეს ამბავი
ჩვენი პროტესტით მივულოცავთ ბრწყალებში ოლიგარქს დაბადების დღეს და ჩვენ ვიდგებით აქამდე, აქ რუსთაველზე იქამდე, სანამ ჩვენი ყველა მოთხოვნა არ შესრულდება და სანამ ეს ქვეყანა არ გახდება თავისუფალი, დამოუკიდებელი ჩვენი მთავარი მტრისგან, რუსეთისგან, რომლის ხელქვეითებად იქცნენ ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩვენი ქვეყნის ღირსებას აი აქ რუსთაველის გამზირზე და ამ ქვეყანაში ზოგადად ბოლომდე დავიცავთ. ნამდვილად გეთანხმები გვანცა და ისე გული მწყდება ეხლა რომ აი აქ სტუდიაში ვზივარ და მან დავდგავარ თქვენს გვერდით თქვენთან ერთად, იმიტომ რომ ხო დღეს რაღაცნაირად ეგეთი განცდა არის უკვე რომ პრინციპის საკითხია და რუსთაველის გამზირზე გადის მართლა რაღაცა ჩვენი თითოეული მოქალაქის ღირსება და იცი რისი თქმა მინდოდა ამ ბოლო დღეებში კი ძალიან გვიხარია ხოლმე ვიღაც ადამიანებს ადმინისტრაციულით 5000 ლარიანი ჯარიმებით რო უშვებენ, იმიტომ რომ უკვე ისე დამძიმებული ვართ პატიმრობებით და თან ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე გაზარდა. თუმცა დღეს რაც ნახეთ როგორც დააჯარიმეს ნინო ქათამაძემ აიეცი რა მოალადო აფხაზავა 5-5000 ლარით ეს ხო ცალკე კიდე უდიდესი უსამართლობა არის როგორც კადრულობენ რომ იმ პირობებში როცა ჩვენს ქვეყანაში ასეთი დაბალი არის საშუალო ხელფასი ადამიანებს ასე აჯარიმებენ ამ ხელათანხით და ჩვენ კიდე ეს მაინც გვიხარია ესეც კიდე რაღაცნაირი უცნაური უსამართლო სიხარული არის თითქოს არა გეთანხმები, ეკა აბსოლუტურად გეთანხმები. ამაში აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ დღევანდელ სასამართლო პროცესს და ეს იმ მოქალაქეებისთვის, რომელსაც კიდე შეიძლება დარჩა ამ ქვეყანაში, რომ რამეში ეჭვი ეპარება, უნდა იყოს თალსახა ნიმუში იმის, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებს, რომლებსაც უდიდესი ღვაწლი აქვთ იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა იყო წლების განმავლობაში რაღაც სიმაღლებს იპყრობდა სხვადასხვა სფეროში, განათლება იქნება ეს კულტურა იქნება თუ ასე შემდეგ სწორედ აი ესეთი ადამიანების დამსახურება და სწორედ იმ ადამიანების რომლებსაც აი ესეთი სასამართლო პროცესი მოუწყოს და 5000 ლარებით დააჯარიმეს და ამით უნდა ვიყოთ თურმე მადლობელი. პირდაპირ ვიტყვი რომ ეს არის ხელისუფლების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების პირდაპირი ყაჩაღობა, თავისი მოქალაქეების გაძარცვა და აი ამ ძარცვით კიდევ ერთხელ შეშინება რომ აი მატერიალურ საკითხზე დადგა თან ქვეყანას როგორ ქვეყანაში სადაც 100,000-ობით ადამიანი შიმშილობს და სიღარიბეა ამ ქვეყანაში სწორედ იმიტომ რომ ერთი ადამიანის კეთილდღეობას ემსახურება აი ყველაფერი რაც აქ ხდება მთელი საპოლიციო სისტემა ემსახურება ერთი ოლიგარქის გამდიდრებას, მისი ხელქვეითების გამდიდრებას და დანარჩენი ხალხი შიმშილობს და სიღარიბეში ცხოვრობს. და ესეთ დროს აი ამ ადამიანებს, სადაც სოციალურად დაუცველი რამდენი 1000 ადამიანი ცხოვრობს, ბავშვები რომ ქუჩაში ცხოვრობენ, აი ასეთ დროს სრულიად უმწეო ადამიანებს აჯარიმებენ. მე მქონდა შესაძლებლობა რომ სასამართლოში ყოფილიყავი, სადაც აი ეს საქმეები განიხილება, სრული განუკითხაობა, სასამართლო სისტემა ამ ქვეყანაში აღარ არსებობს უბრალოდ ეს სასამართლო არ არის, ეს არის რაღაცა არ ვიცი წარმოდგენა, პერფორმანსი და ყველა მისის რა იქნება ბოლო, მაგრამ ყველა ასრულებს დავალებას, როგორც შსს წარმომადგენელი, ისე ეგრეთ წოდებული მოსამართლეები, სანქცირებულ მოსამართლეებს აქვთ განსაკუთრებულად ესეთი საქმეები ჩაბარებული. აი ამასთან გვაქვს საქმე და მე მგონია და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ დღეს დგას საკითხი აი მასზე, ეს ქვეყანა ზოგადად იარსებობს ადამიანს ამ ქვეყანაში ექნება თუ არა რამე ფასი რამე ღირებულება თუ ჩვენ ყველანი ვიქნებით აი ამ ოლიგარქიული რეჟიმის მონობაში და ვიქნებით რუსეთის მონობაში. ეს ყველაფერი არის ჩვენი გადასაწყვეტი და დღეს ეს ბრძოლა ჩვენ უნდა ყველამ ერთად მოვიგოთ. ნამდვილად გვანცა გეთანხმები 100% ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის დაუბრუნდი შენს მოკავშირეებს და თანამოქალაქეებს ჩემი დიდი სიყვარული გვანცას და თითოეულ რუსთაველზე მდგომ ადამიანს და არ ვიცი მართლაც თუ კი კიდევ ვინმე დარჩა ვინმე ადამიანი ვისაც შეიძლება ეშინია აქვს ამისთვის მიზეზი მე არ ვაკრიტიკებ არავის უბრალოდ ყოველდღიურად ქართველი ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი ყოველდღიურად აჩვენებს დანარჩენ თანამოქალაქეებს მაგალითებს იმისა თუ რამხელა ძალა აქვს ერთად დგომას. იქ რო ყოფილიყო 10 ადამიანი, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ერთ ადამიანსაც კი რომ მქონდეს პროტესტი, იმ ერთ ადამიანსაც კი უნდა მოუსმინოს ხელისუფლებამ. ეგ მივიდეთ იქამდე და კი და მე მგონი კიდევ გვაქვს ერთი ჩართვა რუსთაველიდან, ლაშა ბუღაძე ჩაგვერთვება ახლა რუსთაველიდან. მოგესალმებით ლაშა.
მოგესალმებით საღამომშვიდობა. მოგესალმები ლაშა. თან მე გვანცასაც ვეუბნებოდი ამაყივარ 74 დღეს ჩვენი პრინციპულობა რომ ასეთი ძლიერია მიუხედავად იმ ძალადობისა და იმ ცდილობებისა რასაც ხელისუფლება და რეჟიმი ცდილობს რომ გაგვტეხოს და რას გვეტყვი რა ხდება ახლა ხო მართლა ძალიან საამაყოა ეს ყველაფერი ყოველდღიური გმირობების მოწვევა სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა სივრცეში დღეს მაგალითად ასეთი ესე ვთქვათ დანამატია ასე ვთქვათ პროტესტის რომ ყოველა დღეს თავისი ესე ვთქვათ პროფესიული პროტესტი მოხვება და დღეს ორშაბათი არის კულტურის სფეროს წარმომადგენლების ასე ვთქვათ არა მხოლოდ მაგრამ ასეთი კალენდარიც არის ასე ვთქვათ მწერლები თეატრის სფეროს წარმომადგენლები და სხვა ორშაბათი მათი დღეა. ხვალ მაგალითად არის უფრო ტურიზმის ასე ვთქვათ სფეროს წარმომადგენლების დღე და მთელი ესე ვთქვათ კალენდარი არსებობს. ვთქვათ პირობითი თავის დავაცხადებით რომ მთელი მანიფესტანტები ანუ ფართო საზოგადოება აქ ჩართული, მაგრამ რაკი და ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ადგილი არის ჩვენი პროტესტის უწყვეტობის სიმბოლო, ქმედითი სიმბოლო. ხედავთ როგორ რეაგირებენ ხომ ეს შავნიღბიანები ამაზე. ამიტომ ეს პროტესტის უწყვეტობის ეს ჯაჭვი არ უნდა გაწყდეს. ამიტომაც ძალიან ბევრი ადამიანი დადის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის გარკვეულწილად მართლა 74 დღეა პროტესტი და შეიძლება ვიღაცას გაუსწრეს განცდა, რომ რუსთაველზე გასვლა არ არის შეიძლება ასეთი აუცილებელი, არაფერი დიდი ჯაფა არ გვაწევს, რომ რუსთაველზე გამოვიდეთ, თუ კი ყოველდღე არ შეგვიძლია, არსებობს ასე ვთქვათ სხვადასხვა დღეები, თუნდაც რაც მე დასაწყისში ვთქვი, თავისი პროფესიული პირობითი შემადგენელით, რომელიც შეგვიძლია რომ ჩვენთვის მოვირგოთ, კალენდარი მოვირგოთ ჩვენზე. თორე ჩვენ ხედავთ აქ როგორი თავგანწირვა, ჩვენ პირდაპირ შევით გმირობების მოწმენი ვართ, გმირობა ქუჩაში, გმირობა საფყრობილეში, გმირი არის მზია მაღლობელი, რომელიც ერთი თვეა უკვე შიმშილობს და ჩვენ ნელ-ნელა მივიწევთ წინ და ყოველდღიურად ჩვენ ვატყობთ ოლიგარქის რეჟიმის ცახცახს და კანკალს და შიშს ქართული საზოგადოების წინაშე. მადლობა ლაშა და იცი აი ეხლა მან თუნდაც ეხლაც რო ხარ ან მანდყოფ ადამიანებს როცა ესაუბრები ხოლმე აი დღეს ქონდა მეგობართან საუბარი და იმას ამბობდა რომ იცი რა არისო რაღაცნაირადო ჩვენო თითქოს უნდა გავიაროთო ესე რაღაცა ცოტა ფილოსოფიურ საუბარში გადაგვეზარდა და ეგეთ რამეს ამბობდა რომ თითქოს უნდა გავიაროთ აი როგორც მოსე მატარა და ასე შემდეგ იცი რა ფიქრობ აი შენ გესმის მე მგონი რაღაც ტექნიკური ხარვეზი გვაქვს ტექნიკური ხარვეზია მაგრამ არა უშავს თუ ისევ ჩავერთვებით დაუსმევ კითხვას შემდეგ ჩვენ აი დაგვიბრუნდა მე მგონი ლაშა ნახე გესმის შვენი ხო ანუ რისი კითხვა მინდოდა იცი კი მესმის კი რისი შენს უკან ადამიანს ხელს გვიქნევს და აქედან მე ჩვენგანაც დაუქნია ხელი შენს უკანს იცოდეს შენს უკან პატარა ბიჭი იქნევდა ხელს მოდეთ რა ლაშა ნახე ხო ბერნაბინა მე შენთან არ ვისაუბრია ამ თემაზე ამ შენთან არ ვისაუბრია ამ თემაზე ამიტომ მე სულ აქ ბევრჯერ ვისაუბრეთ სტუდიაში თუ აი კონკრეტულად კიდე ცალკე ამ თუნდაც 75 დღის განმავლობაში და მანამდე ეს პროცესი უკვე დიდი ხანია გრძელდება უბრალოდ გადაბმულად არის 75 დღე შენი მაინც შენ ჩემზე კიდე უფროსი ხარ ანუ სხვათაობის წარმომადგენელი ხარ და მიუხედავად იმისა რომ ახალგაზრდებთან ხშირად გიწევს ურთიერთობა შენ როგორ ფიქრობ აი უკანასკნელმა ერთმა წელმა რა დაგანახა ანუ ახალგაზრდებთან როცა ურთიერთობა მათ ხშირად გიწევს რამე ცვლილებას ხედავ იმიტომ რომ მათში ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა ეხლა მანამდე ახალგაზრდები არ იყვნენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ეხლა ხშირად უკვე როცა მიდიხარ მანდ ისე იგივე ადამიანები და ადრე ერთი წლის წინ რო გენახა ძალიან ბევრ საკითხში ვერ ერკვევოდნენ ეხლა ძალიან ბევრი ერკვევა შენ პირველ რიგში რა სიტყოდი ჩვენ ახალგაზრდებზე ეხლა როგორ გზნობენ რა არის მათი მთავარი სატკივარი იმიტომ რომ აქციების პარალელურად მათშიც იმატებს მოცემულობები გარკვეულწილად ყოველდღე იცვლება და ამავე დროს მათაც სხვადასხვანაირი განწყობები აქვს შენ რა სიტყოდი მათთან ურთიერთობის და საუბრის მერე რა დასკვნები გამოგაქვს და შენ სამჩნევ თუ არა იმას რომ მიუხედავად ასეთი ძიმე სიტუაციისა მაინც რაღაცა ახალი სამოქალაქო საზოგადოება იბადება
კი, აბარა რასაკვირველია, აბსოლუტურად გეთანხმები და პრინციპში სწორედ ვიზიარებს ეს ასე ვთქვათ პათოს, ჯერ ერთი უამრავ სტუდენტთან მაქვს ურთიერთობა და ჩემი სტუდენტებიც აქ არიან, ყოველდღურად ვხედავ და ისაკო დევიძე არის ჩვენი ილიაუნის სტუდენტი, ასევე რამდენიმე დღეს როდესაც აუდიტორიაში შევედი, აუდიტორიების დაფები იყო, აი ამ წარწერებით თავისუფლება რეჟიმის სინდისის პატიმრებს და ისაკო დევიძეს ეს წარწერები დაგვდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, რაც ახლა ხდება, იმიტომ რომ ახალი თაობა, თუკი ჩვენ უაღრესად ახალგაზრდა ადამიანებზე ვლაპარაკობთ, ეს დამოუკიდებელი საქართველოს თაობაა. ანუ მათთვის კიდევ უფრო დიდი შოკია და გამოწვევა ის, რომ შეიძლება საქართველოს დაკარგოს დამოუკიდებლობა ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში. თქვათ, ჩვენი მშობლებისა და მათი მშობლებისათვის შეიძლება ეს ისეთი ნებისმიერი ადამიანისთვის ტრაგედია ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვა, მაგრამ თაობებისათვის, რომელთაც ნახეს დამოუკიდებლობა და შეიძლება ეს დამოუკიდებლობა დაკარგონ, მათთვის კიდე ათმაგი ტრაგედია ეს. როგორც მე არ მინდა ასე თქვათ მძიმე ანალოგიები მოვიყვანო გასული საუკუნის 20-იან წლებთან, მაგრამ წარმოგიდგენთ რამხელა ტრაგედია იყო პირველი რესპუბლიკის იმათთვის, ვინც პირველ რესპუბლიკას მოესწრენ, ვინც აქ ნახეს, ოდესაც გერონ ტიქიკოძე აქ წერდა წვერგაბარდნილი მეეტლე საქართველოს პირველ პრეზიდენტს მოაქროლებდა ეტლითო, პირველ პრეზიდენტად მოიხსენიებს ნოე ჯორდანიას, ის დაფუძნებული პრემიერ-მინისტრი იყო პრინციპში, მთავრობის თავმჯდომარე იყო, მაგრამ აი ვინც ნახა დამოუკიდებლობა და მერე მისი დაკარგვა, მათთვის იყო საშინელება. ამიტომ ახალგაზრდებისათვის, რომლებიც დაიბადნენ დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად, გაიზარდნენ დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად, მათ შეისწავლეს როგორც ქართული ეროვნული სულისკვეთება, ასევე ისევ და ისევ ხშირად მომყავს ეს ციტატა ვაჟა-ფშაველას კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი, მისი გენიალური ესე, მისი გენიალური სტატია, ხო, სადაც ეს კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი ათავსებს და ასე ვთქვათ ანაყოფიერებს და ავსებს ერთმანეთს, აი როდესაც ეს გამოცდილება მათ ნახეს და ახლა ვიღაცა მათ ართმევს, ვიღაცა ხანდაზმული ხალხი ყოველგვარი ასე ვთქვათ, აქ ასაკს კი არ უსვავ ხას, არამედ სწორედაც ძველი ხალხი ცდილობს მათთვის მომავლის წართვებას და დამოუკიდებელი საქართველოს და განვითარების და მოდერნიზაციის და ევროპული მომავლის წართვებას მათთვის ცდილობს, ეს მათთვის ეს გადამწყვეტი ბრძოლა. ამიტომ ცხადია, მე მგონი ძალიან ბევრი იაზრებს, ეხლა ზოგისთვის შეიძლება ესეთი რუტინული დგომა, რაც უფროსი თაობისათვის უფრო ისეთი გამოცდილი დემონსტრანტებისათვის, ვინც 80-იანი წლების ბოლოდან დგას ქუჩაში, მათთვის ეს შეიძლება ჩვეულებრივი ამბავი იყოს, ვიღაცის თუ რომ მოქმედება იყოს მიმზიდველი, მაგრამ ზოგადად ეს დიდი ისტორიული პროცესია და ამ ისტორიულ პროცესში მე მგონი ყველა ასაკის ადამიანი ჩართულია. ეს გამოაჩინა დღევანდელმა კვლევებმაც მათ შორის, სადაც ქართული ოცნება კარგავს თავის მხარდამჭერებსაც კი და აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს იმას, რომ არის საქართველოში კრიზისი, რომ ივანიშვილის ტყვეები უნდა გათავისუფლდნენ და დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები. მადლობა ლაშა. მადლობა ლაშა, ძალიან დიდი. ძალიან დიდი მადლობა და დაგემშვიდობებით თქვენ დავბრუნდებით სტუდიაში ჩვენ სტუმრებთან და დავბრუნდეთ, მე მგონი მართლა ძალიან ამაღელვებელი არის, რომ რუსთაველი ისევ ჩვენია, მე ესე ვეცახი ხო. 75 დღეს. გავაცინე და სულ ნერვიულობ იმათ დღესაც. ეს არის საშინელი სინდისის ქენჯნის შფოთვის, აი თქვა დარჩები და იტყვა რომ დღეს უნდა დავისვენო. მართლა აღარა მაქვს ძალა და შფოთავ გადაიკეტა და მე ვიცხომ და აი ამდენ შფოთვას მიწები კარგად მედიანად ხარ. ბევრად კარგად ხარ რუსთავალზე. ბევრად კარგად. ნამდვილად. დავუბრუნდეთ ჩვენს თემას და კეთი თქვენთან გადმოვალთ ორი ამდენი ხანია. ხო არ ვიცი, სულ მე ეს ვიდეოებიც რომ ნახე და რომ გავიგეთ დღეს თქვენ უნდა შეგხვედროდით, სულ ფიქრობდი რომ რამდენჯერმე მომიწია პატიმრების ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით დედებთან შეხვედრა, იმიტომ რომ ლიკა ანდროს და ჩვენი მეგობარია მართლა და ლიკა იცნობს ყველას და დადიან ერთმანეთის სასამართლო პროცესებზე, ლიკა სხვა შორის ანდროს პროცესებზე ვერ დადის, მაგრამ დადის სხვა სინდისის პატიმრების პროტესტზე, ასევე თამხა ოკმელას ჩემი მეგობრის ცოლიც, სულ ყველანი ერთმანეთს ვიცნობ და ეს ისეთი არაჩვეულებრივი და ძალიან საინტერესო და რაღაცნაირი ხალხი არიან რა, დედები, რომლებმაც ფაქტიურად გმირები გამოზარდეს, ასე გამოვიდა. და წყალი ხომ არ მოგაწევთ? მადლობა, ძალიან კარგი მოწყავს. წყალი გვინდა თუ შეიძლება რომ მოვუტანოთ სტუდიაში და უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ აი რა საქართველო აღმოაჩინეთ ამ პროექტზე მუშაობის დროს. მე საერთოდ ამ პროექტში ჩავერთე, იმიტომ რომ მშობელი ვარ, დედა ვარ და ჩემთვის ძალიან რთულია იმის ყურება, რომ ბავშვები არიან დაკავებულები
და ჩვენ აი გარედან აქციებზე სიარულის გარდა ვერაფერს ვერ ვაკეთებთ მათგან და მინდოდა რაღაცა წვლილი მაინც შემეტანა ამ საქმეში, იმიტომ რომ ძალიან დიდი სოლიდარობის განცდა მაქვს მათ მიმართ. აღფრთოვანებული დარჩი როგორც დედებით, იმიტომ რომ არიან სასწაული შემართებით. აქციებზეც მე მაგალითად რამდენიმე დედა გავიცანე, რომელმაც მითხეს, რომ ჩვენი შვილებიც დააკავესო, ისინი მე გამოუშვეს, მაგრამ ჩვენ მაინც მთელი ოჯახი წამოვედით იმ დღეს აქციაზეო. მართლა იბადება რაღაც ახალი საქართველო, თავისუფალი საქართველო, მე მგონი ჩვენ ახლა აუცილებელია რომ გავიმარჯვოთ, იმიტომ რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. ერთი ადამიანი შემხვდა აქციაზე და იმან მითხრა ზუსტად რომ აიო ვაი იმას ახლა ვინც მოვა ხელისუფლებაში ისეთი შემართებით არის საზოგადოებაო ვაი იმას იმხელა მოთხოვნა და იმხელა ზეწოლა ეკნებოდა ასეც უნდა იყოს და აი საუბრობდით და ძალიან დამაინტერესა არის ზოგიერთი ადამიანი რომელიც რაღაცა მაღალფარდოვანი იდეებით ამართლებს თავისი გვერდზე დგომას ამ პროცესთან და რო აღიაროს ადამიანმა სინამდვილეში ეს არის უბრალოდ გამართლების ძიება რატომ ხარ პასიური და სინამდვილეში ყოველთვის შიშიდებს ადამიანები ვართ მესმის გვეშინია მაგრამ თუ აღიარებ რომ ეს ესე ამ შიშს აუცილებლად დაძლევს რომ რაღაცა ზეგარდმოაზე ჯგუფები ძალები წყვეტენ ყველაფერს ჩვენ პასიურები ვართ პირველად ცხოვრებაში შეიძინა პროტესტმა ამხელა მნიშვნელობა და ამ პროტესტის მნიშვნელობა ჩვენ ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ, გაუფრთხილდეთ კი რეჟიმი უფრო ესეთი აგრესიული ხდება, ამას უნდა უპასუხოთ მეტი ორგანიზებულობით, მეტი სიმტკიცით და მეტი თანამიმდევრულობით. აი როგორც იყო მაგალითად ინდოეთში განმათავისუფლებელი მოძრაობა, განდის მოძრაობა რომელმაც არაძალადობრივი მეთოდებით შეძლო და დაამარცხა და განდევნა ინგლისის იმპერია და მოიპოვა ინდოეთის დამოუკიდებლობა, ხო? ესე უნდა ვიყოთ ჩვენც და კიდევ მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიცოდეთ ვინ არიან ეს პატიმრები და მე აღთვალებული დარჩი ამ ბავშვებით, რომ გავეცანი მათი ბიოგრაფიები. აი თითქოს ხო იყო რაღაცა პერიოდში თითქოს ესე იყო, რომ თავის გადარჩენაზე ცდილობდა ყველა და თავის კარიერაზე იყო მიმართული, მაგრამ რაღაც დონეზე ეთყობა საზოგადოება განვითარდა და მიუხვდა რომ ერთობლივად რაღაც საკითხების გადაჭრის მოთხოვნა საზოგადოების განვითარებაზე ზრუნვა უფრო მომგებიანი შენთვისაც პერსონალურად, იმიტომ რომ თვითონ ამ ბავშვებს ხო კომაროველი 100%-იანი გრანტით, საუკეთესო ერთი ფეხბურთელი, ერთი მუსიკოსი დამოუკიდებლად შეეძლოთ გაეკეთებინათ ძალიან წარმატებული კარიერა, ზოგს რეჟიმთანაც შეექნებოდა შეხმატკბილებული ურთიერთობა და იქნებოდნენ ძალიან წარმატებული, მაგრამ გაიაზრეს, რომ ჯობია იცხოვრო განვითარებულ ქვეყანაში. ეს ქვეყანა ჩვენია, თავისუფალი ქვეყანა არის განვითარებული ქვეყანა. იმიტომ რომ თავისუფალ ქვეყანაში არსებობს ურთიერთვალდებულებები და პასუხისგებლობა. აი თავისუფლება პასუხისგებლობის გარეშე თავისუფლება არ არსებობს. აი ეგ არის მნიშვნელოვანი და ჩვენ სულ ვამბობთ, მე მახსოვს ერთ-ერთი ალბათ რამდენი წლის წინ იქნებოდა ალბათ 6 წლის წინ როცა არა 6 წლის წინ ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ მაშინ ალბათ 3 წლის წინ აიღოთ ეს ოსდერ. ჯერ იყო მაშინ ამხელა იყო, თვეების იყო, 1 წლისაც არ იყო და მახსოვს მაშინ რომ პირველად აქციაზე გავედი, თუ შეიძლება არ ვიცი, მეორე იყო, მაგრამ მე როგორც მახსოვს პირველად იყო ჩემი ესე აქციაზე გასვლა რა. და ნუ აი ჯერიც მიჭირავს და თანაცალკე ამაზე ღელო არ შეეშინდეს თუ რაღაცა და მაშინ თქვი ზუსტად ეს და ჯერ კიდე მაშინ ახალგაზრდები ესე არ იყვნენ ახლა როგორც ახლა არიან ჩართულები და მაშინ მახსოვს ბერმა მომწერა აი ზუსტად იმ ერთ ხაზზე რომელიც თქვი რომ ანუ ჩვენ გვინდა ევროპა აქ ანუ ჩვენ არ ეს რაღაცა მახინჯი მენტალობის ისგონია ნაწილი, როდესაც თითქოს შენ გინდა ეს უბრალოდ რუსული მეთოდია რა, რომ აი შენს ქვეყანაში რაღაცა სხვა სტანდარტები და შენ მერე უნდა წახვიდე სადღაც იშოპინგო, კულტურული ძეგლები, იქ იცხოვრო, შვილი გაუშვა. საკუთარი ქვეყნის ძარცვის ხარჯზე ახშილად. ესე იგი შენთვის ხდება ფაქტიურად შენი ქვეყანა შენთვის ხდება გარკვეულწილად მომხმარებული დამოკიდებულება კი ყალიბდება. რაღაცა რესურსი მოიზიდო აქედან და შემდეგ ეს რესურსი უკვე შენთვის აყვარელი
ადამიანები, ამით გაუშვათ თქო ისევ და ისევ საზღვარგარეთ. ამიტომ აი თქვენ რომ პასუხისმგებლობა ახსენეთ, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო, თითოეულ მათგან შეიძლება და შეძლებოდა ის რომ თუნდაც ხელისუფლებასთან დაახლოებულ, არ ვიცი, რავი, იქიდან გამომდინარე რა პროფესიაშიც არის, ყოლოდა როგორც ეძახიან ტრიშა და მოიწყო გარანტირებულად როგორც ბოლო დროს ამობენ ხოლმე იჯდებოდა ტანკში. მაგრამ პასუხისგებლობის მომენტი და იმიტომ რომ დაიბადნენ თავისუფალ საქართველოში და იცხოვრეს თავისუფალ საქართველოში, მათ არ აქვთ ის მიდგომები სამწუხაროდ, რომელიც უფრო შედარებით შეიძლება წინათაობას უფრო მეტად აქვს, იმიტომ რომ ვინც სამწუხაროდან გამოსული, მათ მესმის ადამიანურად მესმის უბრალოდ რა. მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დღემდე აი ბევრი ვერ ხვდება ხოლმე, არის გარკვეული შეიძლება ეს ასაკობრივიც იყოს ან რაღაცა კატეგორია ადამიანების, რომლებიც ვერაფრით ვერ ხვდებიან და უთქვათ, რომ აი ბიჭო, ნიჭიერი კაცია, ამდენი რამე შეუულია, რა უნდა, რატო დადის, რატო იბძვის, რატო აჭერინებს თავს, რატო ანუ ბევრისთვის ეს არის გაუგებარი, მაგრამ აი პასუხისგებლობის მომენტი არის ეგ, რომ ამ ადამიანებს არ ჭირდებათ თავისუფლება ისიც წყალებში იმის რო ქვია გათვალისწინებით ან როგორ შეიძლება ის თავისუფლება იყოს თუ მაგალითად შენი მეგობარი ახლობელი ან მოქალაქე იცი რომ იტანჯება. აი ეს მნიშვნელოვანი არის, ამიტომ ძალიან მაგარი ბიჭები არიან, სხვათა შორის მე მათზე გვაქვს ჩვენ პასუხისმგებლობა, გვაქვს მათზე, იმიტომ რომ პასუხისმგებლობაა იმათ იქ ჩატო. ისინი ჩვენ გვენდნენ, გიორგი ახობაძე ამბობს, რომ ჩვენ ერთმანეთს ამ ბრძოლაში რომ შევყევით, ვენდეთ ერთმანეთს, გვენდნენ და ისინი ახლა შედან ციხეში, ჩვენ ვართ გარეთ, შეიძლება ჩვენ მაგივრადაც კიდევ ერთხელ ამიტომ ჩვენ არა გვაქვს უფლება რომ ისინი იქ დავტოვოთ. პასუხისმგებლობა არა გვაქვს უფლება დავიღალოთ, არა გვაქვს უფლება ჩავმარდეთ რაღაცა იმედგაცრუებაში და მინდა როგორც ექიმმა ასე ვთქვა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტმა, ბრძოლა ბევრად უფრო პიროვნულადაც სასარგებლო როგორც ფიზიკური და ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ვიდრე დანებება და აპათიაში ჩავარდნა. ამიტომაც არის იქ რომ მივდივართ კარგად რომ გრძნობ თავს თავზე ის ბევრი თანამოაზრე ხდება, ერთმანეთს ბაძლიერებთ და უნდა გავაძლიეროთ. და ორგანიზებულ ძალას ვერამ ვერ დაუპირისპირდება, ამიტომ გათიშვაზე იქნება მთელი აქცენტი და ჩვენ ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. ვინც იქნება გათიშვის იდეოლოგიის შემომტანი, ის იქნება ამ პროტესტის მოწინააღმდეგე. კი, ნამდვილად. ჩვენ რომ მაშინ პირველად ეს მანიფესტი გავაკეთეთ, იქ მივხვდი, რომ იმიტომ რომ რაღაცა ჯერ ძალიან მიჭირდა სცენაზე დაბრუნება, მაგრამ აი რომ დავდგი ფეხი და მივხვდი, რასაც ვაკეთებდი, მივხვდი, რომ ვცფათ რაღაცა თვითონ ახალი სუნთქვა გაჩნდა ჩემში და მივხვდი ეგ მოხდა, იმიტომ რომ უბრალოდ ამ რაღაცა დამარცხებულის პოზიციიდან გამოვედი და რაც ჩემ ხელშია და რა ფორმითაც შემიძლია რომ ვიბრძოლო და რაღაც თუნდაც 0.01%-ით რაღაც შევმატო ამ წინააღმდეგობას, ამაში რო რეალიზდები, იმ წუთშივე რაღაც სხვა ძალა და იმედი გეძლევა და ძალიან დიდი ძალა გაქვთ თქვენ, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ თავის დროს სანდრო ახმეტელი, პეტრე ოცხელი შეეწირნენ 37 წლებს რეპრესიებს და ეხლა ჩვენ აღარ უნდა დაუშვათ რომ მხატვრები, მსახიობები, რეჟისორები იმიტომ იყვნენ დაკავებული, რომ განსხვავებული აზრი აქვთ. ახლა 21 საუკუნეა და მეტი შესაძლებლობები და მეტი პასუხისმგებლობები გვაქვს ერთმანეთის მიმართ. ძალიან სასაცილოა, როდესაც საუბრობენ აპოლიტიკურ თეატრზე ზოგიერთები ეს შემოგებული ნარატივი, აი ძალიან მეცინება. ამაზე თეატრი არასოდეს არ იყო აპოლიტიკური თეატრი შეიძლება იყოს თოჯინების თეატრი. არა, ჯერჯერობით თეატრი შეიქმნა იმისათვის, რომ მეფეებისთვის სიმართლე ეთქვათ ხუმრობის ხერხით, ანუ რეალურად ამისთვის შეიქმნა, რომ გაეკრიტიკებინათ ხელისუფლები და რას ნიშნავს აპოლიტიკური თეატრი. თქვენ განდი ახსენეთ და სულ მახსენდება ხოლმე ამ პროცესში, რომ განდი ამბობდა, რომ ჯერ დაქცინიან, მერე გებრძვიან და ბოლოს იმარჯვებ. აი ხა ვართ რაღაცნაირად ზუსტად მაგ ფაზაში, რომ აი ესე ცდილობენ, რომ რაღაცნაირად გაჭყლიტონ და დაგვაბიჯონ ეს რუსული ჩეკა. ხო და აი ნახონ რუსეთში ერთი როგორი აპოლიტიკური არის თეატრი, პანტაპუნდით რო ყოთ რეჟისორები და მსახიობები დაჭერილი, ხო, ეგეც სულ აი იცი დღესაც შემეგობრებს მაგას ვეუბნებოდი, რომ ადრე ცოტა წყობიდან გამოვდიოდი, ეხლა შედარებით ვცდილობ ცოტა გაგებით მოვეკიდო რაღაცებს, მაგრამ ადრე კიდევ უფრო მაგიშებდა ის აზრი, რომ ანუ როცა შე რაღაცა იზოლაციაში ხარ მოქცეული და არ გაქვს შესაძლებელი, რთულია ეხლა მაგალითად რა უნაკდნენ ადამიანებმა ჩრდილოეთ კორეაში, ხო? იმიტომ რომ აი ერთ-ერთი გოგო, რომელმაც იქიდან გამოაღწია, ნუ სულის შემძვრელი სპიჩი აქვს, რომელიც YouTube-ზე ყველას შეგიძლიათ ნახოთ. თუმცა სანამ ამას გავაგზავნებთ და ზოგადად ვისაუბრებთ, თქვათ, თავისუფლების მნიშვნელობაზე და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა იყოს მაღალი საზოგადოებაში, ისევ შეგვიძლია რომ დაუბრუნდეთ აქციას რუსთაველზე, სადაც შეგახსენებთ კიდევ ერთხელ რომ ლაზერები
კი დაბრუნდა და ჩვენი შემდეგი სტუმარი იქნება ნიკა მელია თუ არ ვწდები და თუ სწორად გავიგე ყურში, ასე რომ შეგვიძლია რუსთაველზე გადავინაცვლოთ. დიახ. მოგესალმებით ნიკა. მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის. ნიკა, გზა კიდევ ერთხელ გადაიკეტა, ლაზერების დაბრუნდა, ასე ვთქვათ. პირველ რიგში რო გითხრა, როგორი განწყობა არის ახლა რუსთაველზე და მადლობა, ხო, გისმენთ. მოგესალმებით, ეკა. დიახაც, მუხტი არის გაცილებით მაღალი, ვიდრე გუშინ იყო, გაცილებით, გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ სიმართლე მინდა გითხრათ. აუზი ამას უნდა ვამბობთ. ისაც დღეს მოხდა ზოგი ჭირი მარგებელი. და რა? იმიტომ რომ დღეს არ იყო ადვილი რუსთაველის გამზირის გადაკეტა. ყველაზე რთული იყო დღეს რუსთაველის გამზირის გადაკეტა უკანასკნელი 75 დღის განმავლობაში, რაც კი ჩვენ ყველანი ერთად აქ ვდგავართ. რატომ? იმიტომ რომ როგორც ჩანს, სადღაც ბევრი ადამიანი მოდუნდა. და არ ვიყავით იმ რაოდენობით ადამიანი, ცოტა არ ვიყავით, მაგრამ იმ რაოდენობით, რაც შესაძლებელს გახდიდა დიდი საპოლიციო, ანუ რეჟიმის საპოლიციო მობილიზაცია დაეჯაბნა. და იყო მოკლედ ის რაც დანარჩენი დარწმუნებული ვარ ნახეთ. და დარწმუნებული ასევე იმაში ვარ, რომ ხვალინდელი დღიდან კიდევ უფრო მობილიზებულები ვიქნებით და ამიერიდან ეს მობილიზაცია არ დაიკარგება და ამას გულისხმობ, როცა ვამბობ ზოგი ჭირი მარგებელი და რატომ იყო ის რაც იყო დღეს აქ? რა მოხდა? ეხლა თავარი არტერია საპროტესტო მოძრაობის. ეს რუსთაველის გამზირი უბრალოდ თავარი გამზირი კი არ არის ქვეყნის, ხო? ამ საპროტესტო ისტორიული პროცესის თავარი ორგანოა, თავარი სიზარღვია, აორტა, თავარი სიზარღვია, სადაც თუ შენელდა და ღმერთო დაიფაროს, რაც არ მოხდება, შეჩერდა აქ პროტესტი, რომელიც გეოპოლიტიკურ რუკაზე ამ ქვეყანას კაფიო ფერებში ნიშნავს. აი აქ დგომით, არა უბრალოდ ივანიშვილს ებრძვის რეჟიმს და არყევს და მოირყევა, არამედ აი ამ უნიკალურ პერიოდში, როდესაც ბევრი რამ ფორმირდება, მათ შორის ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოებში, ხარ შესამჩნევი. აქ თუ არ დგახარ, წაგებული ხარ, აქ თუ დგახარ, გამარჯვებული ხარ და რატომ შეიძლება რომ აქ პროტესტი შენელდეს და დავიღალეთ, თუ გამარჯვების აღარ გჯერა. თუ 2 თვის წინ გჯეროდა გამარჯვების, როდესაც არც საერთაშორისო იზოლაცია იყო და არც შესაბამისი მუხტი იყო, არც სანქციები იყო დაწესებული საერთოდ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებზე და ნაწილი არის და ნაწილი კიდევ წინ ელის მას. ხო 2 თვის თავზე და მაშინ თუ გჯეროდა დღეს რატომ არ გჯერა? კი არ გჯერა, ესე იგი ვიღაცა დაიღალა და თუ დაიღალა და ამბობს ვიღაცა რომ გამარჯვების აღარ გჯერა, როდემდე უნდა ვიდგე რუსთაველის გამზირზე, მაშინ ეს არ არის სინდისიერი საქციელი ხახნო. კეთილი არის ზღაპრის ბოლო და არა დასაწყისი. გვირაბის ბოლოშია სინათლე და არა თავშია. მართალია თავში აღარა ვარ, შუასაც გავწვით. მაგრამ დიახაც ბოლომდე ჯერ არა ვართ გასულები. გამარჯვების მენტალიტეტი არის გადამწყვეტი ამ ბრძოლაში. გადამწყვეტი არის რწმენა, გადამწყვეტი არის უბრალოდ თავდაჯერებულობა. ომში, აი ჯორჯ ვაშინგტონს აქვს ნათქვამი არაჩვეულებრივი სიტყვები, რეალურად ასეა. ეპიზოდები არის ომში, ისტორიულად საუკუნეების განმავლობაში ასე ყოფილა, როდესაც ორივე ომში ჩართულ ან დაპირისპირებაში ჩართულ მხარეს გონია, რომ ის აგებს ომს. ანუ თქვენ გონიათ, რომ თქვენ აგებთ, მარცხნებით, მე მგონია ზოგჯერ რომ მე ვმარცხნები, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთი გამარჯვებული ხავს. და ეს ერთი გამარჯვებული მაშინ ვლინდება, როცა ყველაზე მეტად სჯერა მას. და მიზან დასახულობა ჯიუტად, აი ყოდალასავით ერთი და იგივეს კეთება არის ჭედავს გამარჯვების მენტალობას. არ შეიძლება ხახტო, არ ვიცოდეთ სიმართლე. ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი არის ყველაზე სუსტი არ ვიცი, ავტოკრატიული რეჟიმი მთელ სოფლიოში. აი, რომ გააკეთო კლასიფიკაცია, ხო, ბოლო ადგილზე იქნება ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმი. კარიკატურული რეჟიმი არის, მაქსიმუმ 1000 კაცზე დგას ეს რეჟიმი, ხახტო.
მაქსიმუმ 1000 კაცზე დგას. თბილისში გადაწყდება, საქართველოში გადაწყდება ამ სახელმწიფოს მეტი და ამ პროცესში, ამ ბრძოლაში სტრასბურგი, ბრიუსელი, ვაშინგტონი ჩვენ დაგვეხმარება, ხელს შეგვიწყობს ამ ბრძოლაში, მაგრამ ასევე ხელს მაქსიმალურად შეგვიშლის ამ ბრძოლაში და ამ პროცესში სანქტ-პეტერბურგიც, არ ვიცი, მოსკოვი, რუსეთი ჩვენ ხელს შეგვიშლის, მაგრამ სხვები ხელს შეგვიწყობენ. ნახე, ვიღაცა გიწყობს, ვიღაცა გიშლის, მაგრამ შენზე იქნება საბოლოო ჯამში ყველაფერი დამოკიდებული. და რა უნდა გაფიქრებინოს ამ ქვეყანაში შენ ვერ გაიმარჯვებ თუ უბრალოდ არ დაიღლები. თან დღეს ეხა მithumetes შუქი არ იყო და ხელა თბილისში გაზი არ იყო და ქუჩაში უნდა ვიდგეთ. ქუჩაში იმიტომ ასეთი შანსი ჩვენს თაობას აღარ გვექნება, ექნება შემდეგ თაობებს. ექნება, შეიძლება 60 წლის შემდეგ, შეიძლება 50 წლის შემდეგ, შეიძლება 30 წლის შემდეგ. ჩვენ თაობას და ცოცხალ თაობებს, სხვადასხვა თაობებს აღარ გვექნება. ამიტომ ამ ხრი მე ვარ კმაყოფილი დღეს აღარ დაგიმალოთ რა. ილო და ეკა და აი ჯერა რომ ბორბალი აი ამ პროტესტის კიდე უფრო წაღმა დატრიალდება. ხო, კვლევა ჩატარდა, ხო, ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ. მე მგონი თქვენმა ტელეკომპანიამაც ვისაუბრეთ ჩვენ ამაზე, ნიკაზე ჩაგერთვები, მეც დაგეთანხმები რომ 80 აი ამას ვიტყვი თუ შეიძლება 82% ეკა 82% ამ ქვეყანაში აღიარებს კრიზისს, უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისს. ამ 82% მოსახლეობის და ალბათ თქვით 79% ამბობს რომ ეს არის ხელისუფლების ბრალი და ამ 79-ში შედის ნახევარი მე მგონი ქართული ოცნების ამორჩეველიც. გასაგებია ივანიშვილისთვის ღამის კოშმარი არის რუსთაველის გამზირი ხახდო. აქ არ შეიძლება ამ ყველაფრის გაცემა. გავიმარჯვებთ, აი 2x2 არის, რაც არის, ვიცით 4 ხო, გამორიცხულია გამარჯვების გარეშე დასრულდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის ჯერა. ერთად შემთხვევაში თქვენ რო გჯერათ, მე დაწუნებული ვარ, ვიღაცა არა, ხალხსაც ჯერა, იმიტომ რომ ჩვენ მე მგონია რომ უპრეცედენტო არის ის წინააღმდეგობა, რასაც დღეს ქართველი ხალხი აჩვენებს 75 დღეა ჯიუტათ ეს ადამიანები დგანან და ჩვენ სხვათა შორის დავდივართ რეგიონში, ქალაქებში, სადაც ძალიან ისეთია მძიმეა დაშინება და წინააღმდეგობა და აი პატარ-პატარა თქვენ კი კარგად გეცოდინებათ რაც ხდება ხოლმე ესეთ პატარა ქალაქებში და სოფლებში, ამის მიუხედავად ხალხი მაინც გამოდის. მე ის ჩემთვის იმდენად იმედის მომცემია დღეს ქართველი ხალხი როგორი გმირობის მაგალითებსაც აჩვენებს ყოველ დღე მიუხედავად იმ სირთულეებისა, მიუხედავად იმისა როგორც ეს რეჟიმი რაღაცნაირად ცდილობს რომ ბოლომდე ჩააჭიროს ის რუსული ჩექმა ქართულ ხალხს, მაგრამ ხედავთ 75 დღე ეს ვერ მოახერხეს და ეს იმის მაჩვენებელია ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის რომ ამას ვერც მოახერხებენ, იმიტომ რომ ასეთი რამ საქართველოში მე ყოველ შემთხვევაში არ მახსოვს რომ მომხდარიყოს. არა, კი ბატონო, უბრალოდ მოდით სიმართლე თქვა, დღეს კი ნაღა მოახერხეს, უბრალოდ ლოკალურად რომ არ მოხდარიყო ის, რომ მოხდარიყო ის, რაც ვერ მოხდა, მაგრამ კინაღამ არ ითვლება ნიკა. კინაღამ არ ითვლება. ეს თეორიული შანსიც მათ არ ექნება და რითიც კი ბატონო, ამიტომაც დავიწყე ზოგი ჭირი მარგებელია, რა თქმა უნდა და რა აძლევს ამ ხალხს, ქართულ ხალხს, საქართველოს მოქალაქეს ძალას, სიმართლე აძლევს, სიმართლე. მართლა ძალიან მართალი, როდესაც ხარ ძალა გეძლევა უბრალოდ. და აცნობიერებს სულ უფრო მეტი ადამიანი ამ პროტესტში რომ ეს არის მარათონული ბრძოლა, რომლის დიდი მანძილი მართლაც დაფარულია. უბრალოდ ეს არ არის სპრინტული. ივანიშვილი აი ყველაფერს ინატრებდა რომ იქნებ სპრინტულ ბრძოლაში ეფორმერებინა ეს პროტესტი. ეს ასე ვერ მოხდება. ამის შესაძლებლობა ხალხმა თავად არ მიცა. იმიტომ რომ ჩვენ ცეცხლს ნელს საპროტესტო ცეცხლზე ვწმამთ ახლა რეჟიმს შვიდობიანად და მტკიცედ. ამ კრიზისის დაძლევის ერთადერთი გამოსავალი, რაზეც მოსახლეობის 79% ადანაშაულებს ივანიშვილს არის ახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება. ამის გარეშე კრიზისი უბრალოდ ვერ ამოიშანთება, კრიზისი გაღრმავდება. უბრალოდ ივანიშვილს თქვენ რო იყოთ ეხა ილო ან ეკა ეხა ივანიშვილის ადგილას, ხო? ხო, გასაგებია სხვა საკითხი ერთად დაგიფაროთ და დაგიფარათ უკვე და დაგიფარათ მომავალშიც, მაგრამ იფიქრებდით, ფსონს გააკეთებდით ერთადერთზე, იმიტომ რომ სხვა არ გექნებოდა ცვლა. იქნებ უბრალოდ აქ დაღლილობა მიჩინოს თავი. არ შეიძლება ხახნო აქ
ერთი ბაცილის შემოტანაც კი ამ პროტესტში, რომ შეიძლება დაუმარცხდეთ. შეუძლებელია. აი რაში ამ წუთის მდგომარეობით, რაში შესაძლებელია ივანიშვილი აი ამ ძალიან მართალ ბრძოლაში ჩვენთვის ჯობნიდეს, ეხლა არ არსებობს ივანიშვილი ყობახიძე, კალაძეს, ხარებას და გომელაურებს, რომ ეუბნებოდეს, რომ იცით რა ბიჭებო, რომ წავაგოთ, მე ამ ქვეყნიდან წავად. სხვასაკითხია რას ფიქრობს და დაწმუნებული ვარ ამას ფიქრობს, მაგრამ არ ეუბნება და მე ხშირად სოციალურ ქსელში, ტელევიზიებში, აი ყველაზე ანთებული ადამიანის მიერაც გამიგია ხრიდან, რომ იცით რა, ჩვენ არ გვაქვს უკან დასახელება და ჩვენ რომ დავმარცხეთ, ჩვენ ამ ქვეყნიდან რომ წავიდეთ, დაშვების გაკეთებაც არის დაუშვებელი. არ უნდა გავაკეთოთ ეს დაშვება. ის რაც არ მოხდება, ამაზე რატომ უნდა ვისაუბროთ? უნდა ვისაუბროთ ძალიან დიდი რწმენით და აპლობით. როცა გავიმარჯვებთ, უნდა ვთქვათ. ნამდვილად ასე ვამბობთ, რომ გავიმარჯვებთ სახელოვნად. გავიმარჯვებთ სახელოვნად. მოკლედ, აქ არის ისეთი მუხტი, არ ვიცი, ილო, ეკა ჩაი ადუღდება ამ მუხტზე. ისეთი მუხტი არის. იმიტომ რომ ცეცხლი ოლიგარქიას. დიახ, კი ბატონო, ასე. ნიკა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა უნდა დაგემშვიდობოთ. მადლობა, პირიქით, მადლობა თქვენ. მაგრად. ნახვამდის, კარგად. მოკლედ, ცეცხლი ოლიგარქიას რუსთაველზე ისეთი მუხტი ყოფილა, რომ ჩაიდუღდება თურმე, ჩაი აუცილებლად ადუღდება, იმიტომ რომ ცეცხლი ოლიგარქიას ნამდვილად და მოდი დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს თემას და მილევაზე ისაუბრა ნიკა მელიამ და ონისე ცხადაძის წერილი გამახსენდა, რომ მოიწერა საკნიდან, რომ ვიღაცებს ეგონათ, რომ პროტესტი იქნებოდა მილევადი და აღმოჩნდა, რომ ამ პროტესტის ჟამს ზამთარი მილიაო და ეს მართლაც ის არის რა, შემოდგომა იყო, როცა დავიწყეთ ეს პროტესტი და უკვე მალე ძალიან მალე ზამთარიც მთავრდება და პროტესტი ისევ არის და წინააღმდეგობა მე დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს დავიღალოთ და გავჩერდეთ, იმიტომ რომ ეხლა მართლა უკვე რაღაც პრინციპის საკითხია. დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს ვიდეოებს, არ დაგვრცალდა რუსთაველზე რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი დღე იყო. ხო, არ ვიცი, აი მართლა მე ძალიან მინდა რომ ამ ბიჭებზე ვისაუბროთ და ქალბატონზეც აუცილებლად მზია ცალკე გამოყოფილი კეისია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ეს არის ორმაგი, ეს არის უკანონო პატიმრობა და ეს არის პირდაპირი დარტყმა თავისუფალ სიტყვაზე, იმიტომ რომ მზია ამაღლობელი არის თავისუფალი სიტყვა. მე ძალიან ცხვენია იმ ადამიანების ნაცვლად და ვგულისხმობ ფოტოგრაფებს, ძალიან დიდი ხანი ვიკავებდი ხოლმე თავს ბოლო წლებში, რომ პირდაპირ მელაპარაკა ადამიანებზე სახელებით და გვარებით. მე მახსოვს მზია ამაღლობელმა აი მართლა ხელმწიფემდე იარა, როდესაც ფოტოგრაფების საქმე არსებობდა, ეს იყო ირაკლი აბდალაძის, გიორგი აბდალაძის და ირაკლი გედენიძის საქმე და დღეს ისინი დუმან აბდალაძე რა თუ დუმს გადასარევად აზიარებს თავის Facebook გვერდზე ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პატიმრებს ასე შემდეგ და ასე შემდეგ რაც უნდა ის აზიაროს, მაგრამ ერთი სიტყვა ადამიანისთვის, რომელიც ხმალ ამოღებული იბრძოდა, მისთვის არ თქმულა ამისგან, მე ძალიან გული მწყდება ამაზე. ნამდვილად ძალიან გულდა. დრო მოვა ალბათ და ღმერთმა დაიფაროს, არ მინდა რომ მე ეს დროები მუდმივად იყოს, რომ მუდმივად ვიღაცისგან იყოს დასაცავი, მაგრამ თუ დრო მოვა ამისი, მე დარწმუნებული ვარ, მზია ამაღლობელი კიდევ ერთხელ დაიცავს. აუცილებლად დაიცავს. ამით განსხვავდება მზია და ის ერთმანეთისგან. მე დარწმუნებული ვარ, რომ მზია ჯანმრთელად მიაღწევს იმ თავის სასამართლო პროცესამდე, ძალიან მინდა რომ ეს ესე მოხდეს და თუ მას აქვს გადაწყვეტილი შიმშილობა, ძალიან კი მინდა რომ არის შიმშილოს, მაგრამ ნუ თუ მას ესი აქვს გადაწყვეტილი, მზია იქნება ალბათ მაგალითად სულ მახსენდება სირიუს ბლეკი მაპატია და რაღაცა ინფანტილიზმისთვის შეიძლება, მაგრამ ძალიან მიყვარს ჰარი პოტერი და როდესაც სირიუს ბლეკს სულ ეკითხებიან, რომ აი ასკაბანში როგორ გადარჩი ამდენ დემენტორში სულ სწოვენ და ის ამბობდა, რომ მე ჰარი მელოდებოდაო, ჰარი უნდა მეპოვაო, მზიას ჩვენ მელოდებით თავისი არაჩვეულებრივი ოჯახი ელოდება, მთელი თავის სოფელი ელოდება, სადაც
როდესაც მე არ ვიცი დღეს რა ხდებოდა, ისეთი პროტესტი იყო. ჩვენ ველოდებით, მზეს ჩვენ ველოდებით ყველა უკანონო პატიმარს. მე მართლა ყველას ველოდებით. ზუსტად ვიცი რომ ყველა რომ გამოვა მივალ და დავხურდა. კი, აუცილებლად, არა, მე სულ რაღაცნაირი განცდამაქვს, რომ ძალიან ბევრი ძალიან კარგი მეგობარი მყავს და ამ ადამიანებს გარდა რამდენიმესა, რომლებიც ჩემი მეგობრებიც არიან დღეს საკანში გამომწვეულები, მაგრამ მათ გარდა არის უამრავი ხალხი, რომლებსაც ეს პირადად არ ვიცნობ. ალბათ აქციებზე გადავყრილვართ ერთმანეთს შეფუთულები, გაზის საწინააღმდეგო ნიღბებით, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი ახლო მეგობარი გაჩნდა, აი საკანში მყოფია ჩემთვის ისეთი ძვირფასები, რომ არ ვიცი, ეს ხალხი გარეთ რომ გამომართლა, ყველას ეგ გეგმა გვაქვს, რომ აუცილებლად ყველას დავხვდებით და რაღაცა წარმოუდგენელი სიყვარული იბადება, ახლა აი რაღაც ეგეთი განცდა მაქვს, რომ ეს ყველაფერი რომ მორჩება და გავიმარჯვებთ, არ ვიცი მე. მოქალაქეებს როგორ გვეხმარება ერთმანეთი, რომ გვეცოდინება რაში გავიარეთ. ასე იქნება, მე დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ. მე არ ვიტყოდი, რომ მზია არის, ხა პატიმარი, ახლა რეჟიმი არის მზიას პატიმარი. ნამდვილად. იმიტომ რომ აი არ იციან უბრალოდ რა მოუხერხონ ამ ქალის სიმტკიცეს. შეეცადენ მის ღირსება წაერთმენ და თვითონ დაკარგეს მასთან ბრძოლაში ღირსება. რა გამოდის რომ მზია ამაღლობელი ყოველთვის ოპოზიციაში მყოფი ყველა რეჟიმის როგორც უნდა იყოს ჟურნალისტი დატყვევებული ყავთ, შიმშილობს და აი ისეთი უსუსური მეთოდებით ებრძვიან და ისეთი უღირსის მეთოდებით ებრძვიან, რომ თითოეული მათი სიტყვა არის მათი მარცხი და მე ამ ქალბატონის წინაშე ქეთს ვიხდრი, ძალიან რაღაცა დამნაშავეთაც გრძნობ თავს, იმიტომ არ ვიცი რით მივეშველო სხვა, გარდა იმისა, რომ მივიდი აქციებზე რაღაცა ჩემი პოზიცია გამოვხატო სხვადასხვა მეთერების საშუალებით. ძალიან რთული არჩევანია გაკეთებული. მე პირადად მართალი გითხრათ, თხოვდი რომ უკვე შეწყვიტოს, იმიტომ რომ მან თავისი როლი უკვე შეასრულა, გამოაშკარავა ამ რეჟიმის სახე როგორია და დააკარგინა მათ ღირსება ასეთი მეთოდებით, რასაც მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში ზოგიერთი ადამიანი კადრულობს, უბრალოდ მე მათ მაგივრად მრცხვენია. იმიტომ რომ ამ სიტუაციამ და ასეთმა ვითარებამ ძალიან ბევრი ადამიანს ახსნა ნიღაბი. აქ არ არის საერთოდ არც პარტიაზე, არც პოლიტიკაზე. ეს არის უბრალოდ ადამიანობაზე. აქ არის საუბარი უკვე ჰუმანურობაზე და თანამდებობაზე და ემპათიაზე. მოწინააღმდეგესაც უნდა სეპატივი ბოლო-ბოლო თუ ღირსეული ხარ. თუ ღირსეული ხარ, დიახ და ეხლა მაგიტომ ამოთხოვნე რომ ხშირად აი ეგეთი ფასეულობის ფალსიფიცირება ხდება. ადამიანი ამიტომ არის ყველაფერი აი ეს მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდის საკვები რეალურად რომ ნაცები, ყველა ნაცია, ნაცი. ეს ადამიანი ხო? მაშინ როდესაც წინა ხელისუფლება იყო, ერთ-ერთი ფრონტმენი იყო, რომელიც არასდროს არ ერიდებოდა იმის თქმას, რაც მას მიაჩნდა სწორად და მართლად. მართლა საოცარი ადამიანი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი მე ვისაც აი ესე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ რაც მე მას უყურებ და ეგეთი გაუტეხელი, მან მოახერხა რომ საერთაშორისო ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან საუბრობენ დღეს მას. მე ნიღაბი ჩამოხატა ბოლო. სიმბოლო იმისი, თუ რას ნიშნავს იყო ძლიერი ქალი და იბრძოდა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს, მინდა მოგიხადოთ, იმიტომ რომ იმისთვის რასაც აკეთებთ, ერთი წამი არ გაგიჩნდებთ იმისი უხერხულობის განცდა, რომ აი მე რას ვაკეთებ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ამ ბრძოლაში უკვე დიდი ხანია ვართ და როგორც ეხლა ითქვა, ეს არ არის სპრინტი, კიდე მარათონი, კიდე იქნება. მე ყოველთვის ფრთხილად ვარ ხოლმე, რომ არ მინდა არასდროს არასწორი მოლოდინების შექმნა. დღეს და ხვალ თემა ეგ არ არის. კიდე დიდხანს გაგრძელდება, ნუ არა იმდენხანს რამდენი ხანი ჩვენა მე არ გვინა და წლებზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მომენტუმში ყოფნა ალბათ ყველაზე დიდი მოსავალია, იმიტომ რომ შეიძლება ჩაიკარგო წარსულზე ფიქრში და მომავლის განცდებში ეს არ ვიცით, მაგრამ მომენტუმში ყოფნა მნიშვნელოვანია და რას თქვენ თქვით კიდე ერთმანეთთან ნახვა და დატენვა. მე ვეცდები რომ აქედან გავიარო რაღაც უცებ მომენტს. კაი, ძალიან დიდი მადლობა თქვენ. და მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ. ჩვენ ახლა მეორე ბლოკზე უნდა გავიდეთ და სულ მალე დაგიბრუნდებით, სულ ცოტა ხანი დაგველოდეთ და ჩვენ პირობას კიდევ ერთხელ ავასრულებთ და დაგიბრუნდებით მართლა. დროებით. დავბრუნდით, როგორც დაგპირდით, როგორც ილო ამბობს ჩვენ დაპირებებს. ჩვენს დაპირებებს ყოველთვის სლოგანი გახდა ჩვენ. ასრულებთ და მეორე ბლოკში გვაქვს ძალიან საინტერესო თემა. სერბეთის პროტესტზე ვისაუბრებთ და ჩვენ ხედავთ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ის ვიდეოები, თუ ფოტოები და ინფორმაციები, როგორ რამხელა პროტესტი და როგორი უწყვეტი პროტესტი არის იქაც ახალგაზრდები არიან, რა თქმა უნდა, ყველაზე აქტიურები და მე მინდა ნოვაკ ჯოგოვიჩს კიდევ ერთხელ ჩემი პატივისცემა
ასე ვთქვათ, დაუფიქსირო, არ ამგონია რომ ნახოს, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის იმისათვის, რომ მას დაუფიქსირო ჩემი პატივისცემა, მანს ეცვა მაისური, რომელზეც წერია, ახალგაზრდები არიან ჩემპიონები. ნოვაკი ზოგადად ძალიან პრინციპული ადამიანია, ზოგადად ყოველთვის უპირისპირდება სისტემას და ამ შემთხვევაშიც ის თავისი თანამემამულეების ახალგაზრდების მხარეს დგას და ძალიან სიმბოლური იყო, იმიტომ რომ ამდენი სპორტსმენი, როცა შენ ამ ხელა მხარდაჭერას აღგითხოვს, ეს თითოეული მოქალაქისთვის სერბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მოგეხსენებათ, სერბეთშიც მიდის უკვე პროტესტები, არც თუ ისე ცოტა ხანია, უკვე დაახლოებით მინიმუმ 3 კვირა მაინც იქნება, თუ მეტი არა, უკვე დროში მე თვითონაც არეული ვარ, ასე რომ თუ შევწვდი ჩვენი სტუმარი ამას კიდევ უფრო დააზუსტებს. იყო კიდევაც ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, პატარა ინტრო რო გავაკეთოთ, ასე ვთქვათ, იმაზე საუბარი, რომ ცოტა განაწყენებულების გიყრონ, ჩვენს გვინდაო, რომ ყურადღების ცენტრში ვიყოთო, მაგრამ მთელი არა მარტო სერბეთში, არამედ ზოგადად საკმაოდ საინტერესო პროცესები მიდის. ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ სირიაში როგორ დაკარგა თავისი გავლენა რუსეთმა. სერბეთის უკვე სერიოზული საშიშროებაა და სხვა ქვეყნებში, სლოვაკეთშიც დიდი პროტესტების ტალღა იყო. ეხლა ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, მე დარწმუნებული ვარ ჩვენი სტუმარი ბევრად უფრო კომპეტენტური იქნება, ამიტომ მე მგონი ხაზზე ყავს პატარა შესავლის შემდეგ უკვე შეგვიძლია ხო. ჩვენი სტუმარია ჰაინრიხ ბეოლის ფონდის ბელგრადის ოფისის დირექტორი ნინო ლეჟავა. ნინო, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო, რომ ჩაგვერთოთ და მოგვიყვეთ სერბეთის პროტესტის შესახებ. სერბულად როგორ არის საღამომშვიდობისა? Добрый вечер. მარტო ეს добрый вечер. მე მეგონა რა. და ძალიან საინტერესოა და არა. სლავური ენა, თუმცა სამხრეთ კი, მაგრამ მომხდარში გავს. მოკლედ ჩვენს პარალელურად ხედავთ სერბეთში როგორი მასშტაბური არის პროტესტი და როგორი უწყვეტი და ახალგაზრდები არიან ამ ყველაფრის მართლა ლოკომოტივი, რაც ძალიან ესეთი ამაღელვებელია და თან რაღაცნაირად თანაგანცდა არის რა, რომ ხედავთ რომ ისინიც იგივე მდგომარეობაში არიან და საინტერესო არის მართლა თქვენ კიდევ უფრო დეტალურად გეცოდინებათ როგორ დაიწყო ეს და აი რაღაცა ჩვენ ხშირად მე და ჩემს მეგობრებს გვისაუბრია რომ აი როგორ მოახერხა ამდენი 1000-მა სტუდენტმა ესე ერთად ამ ყველაფრის გაკეთება და საინტერესოა რა გზა გაიარა ამ პროტესტმა და სადამდე მოვიდა და ეხლა რა ფაზაშია. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დიდ მადლობას მოგახსენებთ დაინტერესებისთვის. იმიტომ რომ როგორც საქართველოში, ასევე სერბეთში პროტესტანტები ადევნებენ თვალს გამოხმაურებას და მათთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სოლიდარობა და ინტერესი ევროპის სხვადასხვა პერიფერიებიდან განსაკუთრებით. ახლა ერთ რაღაცას ვიტყვი და შეიძლება გაგიკვირდეთ კიდევაც თქვენ ახსენეთ ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც სერბეთში ძალიან ამბივალენტურ ფიგურად ითვლება და სულაც არ არის ყოველთვის საამაყო ფიგურა. ორაზროვანი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით. რადგან მას აქვს ძალიან საკმაოდ რადიკალური კონსერვატული პოზიცია ხშირად და მაგალითად პანდემიის დროსაც იყო ერთ-ერთი ცნობილი ანტივაქსერი და მათ გახდა კიდევ უფრო ცნობილი. მაგრამ სწორედ ის ფაქტი, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩიც კი, რომელიც ასევე ხელისუფლებასთანაც აქამდე ასე ვთქვათ, კარგ მეგობრულ ურთიერთობაში იყო ხოლმე ამჯერად უკვე სოლიდარულია პროტესტანტი სტუდენტების მიმართ. ეს არის სწორედ გარკვეული ინდიკატორი იმისა, რომ სერბეთშიც ატმოსფერო იცვლება. ახლა რაც შეეხება იმას, თუ რამ გამოიწვია ეს და თუ როგორ მოვიდა სერბეთი ამ კრიზისამდე. ეს პროტესტები უშუალოდ 1 ნოემბერს დაიწყო, როცა მოხდა ტრაგედია ჩრდილოეთ სერბეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქში ნოვი-სადში, ჩამოინგრა რკინიგზის სადგური. რკინიგზის სადგურის წინკარის გადახურვა და მოიყოლა 15 ადამიანი. ყველანი სამწუხაროდ დაიღუპნენ და ამ ტრაგედიამ გამოიწვია ძალიან დიდი პროტესტი, იმიტომ რომ მალევე გასაგები გახდა მოქალაქეებისთვის, რომ ეს ტრაგედია არ იყო შემთხვევითობა თუ რაღაც ბუნების მოვლენა, არამედ სწორედ კორუმპირებული ხელისუფლების სისტემური დანაშაული
იყო. საქმე იმაშია, რომ ნოვი სადის რკინიგზის სადგური და ინფრასტრუქტურა სწორედ რამდენიმე წლის განმავლობაში რემონტდებოდა და მოხდა ისე, რომ სწორედ ორჯერ გაიხსნა ეს სადგური და აი ამ პომპეზური გახსნების შემდეგ საკმაოდ მალე ჩამოინგრა და გაირკვა, რომ სწორედ რეკონსტრუქციის პრობლემა მდგომარეობდა თქვათ ამ კონსტრუქციის თვალსაზრისით. საქმე იმაშია, რომ ხელისუფლება შეეცადა მიეჩქმალა ეს რეკონსტრუქციის პრობლემები და ამან კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მოქალაქეებში, ხოლო ერთი კვირის თავზე გარკვეულწილად სამგლოვიარო ღონისძიება სულ რამდენიმე ადამიანის მიერ გზაჯვარედინზე უკვე ბელგრადში პარლამენტთან ჩატარებული სამგლოვიარო ღონისძიებამ გამოიწვია ესეთი ტალღური რეაქცია, რომ მას შემდეგ ჯერ ყოველ პარასკევს, შემდეგ კი ყოველ დღე ადამიანები იკრიბებოდნენ ბელგრადშიც, ნოვი სადშიც და ნელ-ნელა სულ უფრო მეტ ქალაქებში სერბეთის და 12-15 წუთი აკლდა, ანუ ტრაგედიის მომენტის დროს 15 წუთიანი დუმილით პატივს მიაგებდნენ დაღუპულებს. ამავე დროს ხმიანდებოდა მოთხოვნა სამართლიანი გამოძიებისა და რაღაც მომენტში მოხდა ისე, რომ სტუდენტები, რომლებიც უკვე ბელგრადში იურიდიული ფაკულტეტის წინ იყვნენ მოკლევადიან გაფიცვაში, მათ დაუპირისპირდა ნახევრად კრიმინალური სუბიექტები, რომელსაც ხელისუფლება სერბეთში სამწუხაროდ ხშირად იყენებს სწორედ პოლიტიკური მანიპულაციებისათვის. როგორი ნაცნობი სცენარია? ნამდვილად. აი, როგორი ნაცნობი სცენარია? კი, სამწუხაროდ ხშირად ასე ვთქვათ ბოროტება, ასე ვთქვათ სისტემური ბოროტება ერთნაირად ფუნქციონირებს. ერთი წელით მუშაობს. და სწორედ ამ ტიპის შეხლა-შემოხლამ გაამწვავა უფრო ვითარება და პროტესტისკენ უბიძგა სულ უფრო მეტ სტუდენტებს. სტუდენტები გაიფიცნენ უნივერსიტეტებში და უნდა გითხრათ, რომ თქვათ თუ ჩვენ საქართველოსთან გვინდა გარკვეული პარალელები, ან უბრალოდ შედარების გაკეთება, შეიძლება ითქვას, რომ სერბეთში საუნივერსიტეტო ტრადიცია ბევრად უფრო მეტ ავტონომიურობას გულისხმობს და სწორედ ეს ფაქტი, რომ უნივერსიტეტის შენობებში სტუდენტებს შეეძლოთ გაფიცვა, ღამე დარჩენაც, ამან კიდევ ახალი სოლიდარობის ტალღა ააგორა იმ თვალსაზრისით, რომ უკვე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ამარაგებდნენ სტუდენტებს, თქვათ, საჭმლით, დასაფარებლით, სასმელით თუ სხვა კომფორტის საშუალებებით და ნელ-ნელა აქაც როცა ადგილ-ადგილ ვთქვათ პროვოკატორები ცდილობდნენ შეხლა-შემოხლის გამოწვევას, სტუდენტებს უკვე გადაეფარა მათი პროფესურა. ასე რომ ეს არის ეს გარკვეული ჯაჭვური რეაქცია სერბეთის აკადემიურ სივრცეში, ხოლო მოგვიანებით უკვე მოსწავლეები, მაღალი კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ ამ დროებით გაფიცვებს, რომელიც გულისხმობდა სწორედ გზაჯვარედინების დროებითად გადაკეთვას. ნელ-ნელა ამან ვთქვათ განსაკუთრებულ პიკს მიაღწია 31 დეკემბრის ღამეს, როცა უნივერსიტეტის შენობის წინ შეიკრიბნენ ადამიანები და ძელვადიანი სიჩუმით კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს დაღუპულებს და კვლავ აი ამ პოლიტიკური მოთხოვნები გაახმოვანეს დანაშაულის გამოძიების თვალსაზრისით.
მე ალბათ ეხა გამიგძელდა არა პირიქით ძალიან საინტერესოა. ერთი კითხვა მიჩნდება, ანუ თქვენი მონაყოლიდან როგორც ხვდები, არ ვიცი ასეა თუ არა. საინტერესოა რამდენად თუ იბრძვის ხელისუფლება, ვთქვათ, საპოლიციო ძალების მეშვეობით ამ პროტესტის წინააღმდეგ და გავს თუ არა ის, რაც მაგალითად დღეს საქართველოში ხდება და იყო თუ არა ამ პროტესტის განმავლობაში, ვთქვათ, რაღაცა საპოლიციო საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც ჩვენთან მოხდა, რომ ისეთი გამკაცრებულია ყველაფერი, რომ პრაქტიკულად უკვე ნაბიჯის გადადგმის უფლებასაც არ გაძლევენ, თუ არ დაეკითხებს ამ მინისტროებს. ხო, ეს ძალიან სამწუხარო და ძალიან სწრაფი პროცესი მიმდინარეობს ახლა საქართველოში. სერბეთში ცოტა სხვანაირად არის, იმიტომ რომ ერთი მხრივ სერბეთის ხელისუფლება ასევე ეყრდნობა ძალიან კარგად გაწვრთნილ საპოლიციო ძალებს, რომლებიც ჩანან კიდეც ხოლმე ქუჩაში. თუმცა ამ შემთხვევაში რამდენიმე ინციდენტის გარდა გასაგები იყო, რომ ხელისუფლება შეეცდებოდა უბრალოდ ხელისუფლების სტრატეგია იყო უფრო მიეჩქმალა ეს ტრაგედია და შესაბამისად გამწვავებაზე არ მიდიოდა. დღემდე ეს სტრატეგია არის, ასე ვთქვათ, თვალში საცემი სერბეთში ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსები, ანუ თავად პრეზიდენტი უპირველეს ყოვლისა ალექსანდრ ვუჩიჩი, ისევე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ანა ბრნაბიჩი ცდილობენ სტუდენტების და ზოგადად მათი მხარდაჭერის სამოქალაქო საზოგადოების ჩრდილის მიყენებას გულისხმობენ, რომ ასე ვთქვათ, გარეძალები ერევიან სერბეთის ბედში და манипуლირებენ სტუდენტებით. ეს ალბათ ასე ვთქვათ, ნაცნობი სქემა არის, თუმცა კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, დაუბრუნდები თქვენ. ანუ ისინი ამბობენ ხოლმე ქალბატონინო, ის ძალადობა, რომელსაც ჩვენ უკვე ფაქტიურად 2 წელია პერმანენტულად ვუყურებთ და სულ უფრო და უფრო მეტად საქართველოს ხელისუფლება უჭერს ჭახრაკებს, არა მხოლოდ საპოლიციო ძალებით, არამედ სწორედ უკვე ტირანული კანონმდებლობით. ამ ეტაპზე სერბეთში მსგავსი პროცესები არ შეინიშნება. თქვენ სანამ გადახვიდოდით სერბეთში, მანამდე ჩეხეთშიც მოღვაწეობდით და ზოგადად საინტერესოა აღმოსავლეთ ევროპაში რა სიტუაცია ხა. სლოვაკეთშიც საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა, ამაზეც მე ვისურვებდი რომ არ ვისაუბრო, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე საქართველოზე ვარ გადართული და არ მინდა ისეთი რამე თქვა, რომ მაგათაც შევწდე, მაგრამ იქაც საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო, სხვათა შორის ჩეხეთში ჩემი მეგობარი ცხოვრობს და ის მეუნება, რომ ძალიან არის გაზრდილი უკმაყოფილებაო თვითონ სლოვაკეთშიც და გარკვეულწილად ანუ თვითონაც ჩართული არის რაღაც პროცესებში და ჩეხეთშიც ხალხი არის ჩართული გარკვეულწილად იმ პროცესებში, რო ხდება სლოვაკეთში, ხო, ანუ გასაგები მიზეზების გამო. რა შეიძლება რითი განსხვავდება მაგალითად სლოვაკეთში მიმდინარე მოვლენები, საქართველოში მიმდინარე მოვლენები და სერბეთში მიმდინარე მოვლენები. ჩვენ ვილაპარაკეთ საერთოზე, მაგრამ რა არის აი მთავარი სხვაობა? თქვენ თქვით, რომ აქ ძალიან სწრაფად მიმდინარეობს პროცესები და უცებ გავიარეთ ძალიან ბევრი რამე. ჩვენ აქ სტუდიაში ბევრჯერ თქვით, რომ რუსეთში რაც გაიარეს 12 წლის განმავლობაში, თქვათ, ხო, ნუ უფრო მეტი, მაგრამ დიდი ხანი მიდიოდნენ აქ. ჩვენ რაღაცა ძალიან ექსპრეს მეთოდით უცებ ძალიან გავდივართ ამ ყველაფერს. რა არის ის ძირითადი თქვათ შეიძლება ითქვას, არ ვიცი, სხვაობა, რომელიც ჩვენსა და შეიძლება სლოვაკეთს მიმდინარე მოვლენებთან შევადაროთ და ასევე სერბეთში მიმდინარე მოვლენებზე. ანუ რაში არის თავარი განსხვავება და რატომ გავდივართ ჩვენ ესე სწრაფად მათგან განსხვავებით? რა არის ამისი მიზეზი? ეს კარგი კითხვაა და საკმაოდ კომპლექსური კითხვაც არის, იმიტომ რომ ერთი მხრივ სლოვაკეთის, სერბეთის და საქართველოს სტრუქტურულად საკმაოდ სხვადასხვა ტიპის სახელმწიფოებია. ახლა უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, სლოვაკეთი არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, რაც მის სტაბილურობას განსაზღვრავს, მიუხედავად კორუფციული ტენდენციებისა და ეს უკმაყოფილება სლოვაკეთში წელს დაწყებულა. სლოვაკეთს საკმაოდ არასტაბილური პოლიტიკური სისტემა გააჩნია. პანდემიამდეც ალბათ თქვენ გახსოვთ იყო დიდი საპროტესტო ტალღა, როცა გაირკვა
რომ დამოუკიდებელი გამომძიებელი ჟურნალისტი სწორედ ხელისუფლებასა დაახლოებულმა პირებმა მოკლეს, ასე ვთქვათ, დაკვეთილი მკვლელობა იყო და მაშინ სლოვაკეთი შეარყია, ვთქვათ, ამ პროტესტმა და დღემდე, ვთქვათ, აი ამ რყევას განიცდის ეს ქვეყანა. მიუხედავ იმისა, კიდევ ერთხელ სლოვაკეთს შეიძლება მაინც ვთქვათ, რომ თავი ქუდში აქვს, იმიტომ რომ ეს არის ნატოს და ევროკავშირის ქვეყანა, მიუხედავ იმისა, რომ ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატია, ასე ვთქვათ, არ არის ერთჯერადი მდგომარეობა და მას ყოველთვის უნდა დაცვა. მე ხა სწორედ დღეს ბერლინში ვარ და ორ კვირაში გერმანიაში ტარდება არჩევნები, სადაც მოსალოდნელი არის, რომ მეორე პარტია, რომელიც ბუნდესტაგში იქნება, პირველი ოპოზიციური ძალა, იქნება რადიკალური მემარჯვენე ძალა. და რაც რა თქმა უნდა აუცილებლად გავლენას იქონიებს გერმანიის პოლიტიკურ კულტურაზე, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ არ ექნება გავლენა სახელმწიფო ინსტიტუციებზე. ეხლა დაუბრუნდეთ სერბეთსა და საქართველოს, ხომ? სერბეთიც ასევე გარემოცულია, მიუხედავად ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკისა, სერბეთი გარემოცულია ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების მიერ, თუ არ ჩავთვლით კოსოვოს. შესაბამისად, აქაც ასე ვთქვათ, სხვა ტიპის სტაბილურობის გარანტია აქვს, გარდა იმისა, რომ ასე ვთქვათ, უშუალო საომარი ვითარება მას არ ემუქრება საქართველოსგან განსხვავებით. არის კიდევ ასე ვთქვათ, დიდი საინვესტიციო დაინტერესება ევროკავშირის ქვეყნებისგან და შესაბამისად ესეც გარკვეული სტაბილურობის გარანტი არის, თუმცა ეს სტაბილურობა არის სწორედ დამაკონსერვებელი სტაბილურობა. ეს არ არის, ასე ვთქვათ, პროდემოკრატიული სტაბილურობა, რასაც უჩივიან სწორედ დემოკრატი სერბები ევროკავშირის ქვეყნებსაც. ნუ სტაგნაცია და არ არის ცოცხალი პროცესი? ბატონო? რო ეს სტაგნაციისკენ იმავალი ტენდენციაა და არა ცოცხალი პროცესი. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ დემოკრატია ცოცხალი. რომ ვუჩიჩის ხელისუფლება რეალურად არ არის დაინტერესებული საბოლოოდ ევროკავშირში სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანებაში, რადგან ეს ნიშნავს სწორედ სამართლებრივი სახელმწიფოს პოსტულატების შესრულებას, რაც სწორედ ამ ტიპის ხელისუფლებას და პოლიტიკურ კლანს, ასე ვთქვათ, მის ინტერესებში ეს ვერ იქნება, თუ რაღაც საგანგებო შეთანხმება არ შედგა. საქართველოს, ასე ვთქვათ, ყველაზე რთულ ვითარებაშია, ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არის მოგეხსენებათ. სერბეთი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ მიუხედავად სწორედ აი პროპაგანდისტული სახელისუფლებლო პრორუსული განწყობისა, ბევრად უფრო მაინც ნაკლებად არის, თქვათ, რუსეთზე ჩამოკიდებული ეკონომიკის თვალსაზრისით, ინვესტიციების თვალსაზრისით და საქართველოს უსაფრთხოება ბევრად უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დგას, რაც ვთქვათ, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ამას ქვეყანაში. ჩვენი რეგიონიდან გამომდინარე პირველ რიგში არა მარტო ეხლა, არამედ ისტორიულად ესე არის გასაგები მიზეზების გამო პრინციპში. მედიაზე არის ძალიან საინტერესო, ეხლა რეალურად საქართველოში ვხედავთ, რომ მართლაც ისეთი ზეწოლა არის ამ თავისუფალ და ოპოზიციურ მედიებზე, რომ ჯერ ეკონომიკურად და ფინანსურად უქმნიან აბსოლუტურად ყველას პრობლემებს და ჩვენ პირდაპირ ეთერებში ვხედავთ, როგორ საერთოდ არც კი ერიდებიან და ხანდახან უკვე ამას ისე აკეთებენ, რომ ზოგჯერ მგონია, რომ განგებ აკეთებენ ყველას დასანახად, თუ როგორ თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან სხვადასხვა ოპოზიციური თუ დამოუკიდებელი მედიების წარმომადგენლებს. ასეთი მსგავსი შემთხვევები თუ მომხდარა, ვთქვათ, სერბეთში. კი, მომხდარა მედია, როგორც ასე ვთქვათ, სწორედ თავისუფალი საზოგადოების მნიშვნელოვანი კომპონენტი, თავისუფალი მედია მუდმივად არის წნეხის ქვეშ, სულ ახლახანს სწორედ ერთი დამოუკიდებელი მედია საშუალების ხელმძღვანელის კრიტიკული ხელმძღვანელის შესახებ გავრცელდა კრიტიკული ინფორმაცია, მისი თანამშრომლობის შესახებ
USA-თან, როცა ის თითქოს 2012 წლიდან უკვე ცდილობდა სერბეთის სახელმწიფოს მორყევას თავისი ვიზიტებით ვაშინგტონში. ზოგადად თავისუფალი მედია მოგეხსენებათ ყველა ავტორიტარული რეჟიმისთვის დიდი გამოწვევაა და თავისუფალი მედიის მოგუდვას ცდილობენ ასევე ჩვენ სლოვაკეთზე ვილაპარაკეთ, ასევე უნგრეთში, მაგალითად თუ ასევე ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შევხედავთ. და ეს არის ძალიან დიდი ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისა და ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც საქართველოშიც და სერბეთშიც არის. თუმცა ის, რასაც ახლა ჩვენ კიდევ ერთხელ აი ესე დაჩქარებულად რაღაცა კატალიზატორივით ვხედავთ საქართველოში, ეს მართლა უპრეცედენტო მოვლენაა, იმიტომ რომ პირადად ჩემი გამოცდილებითაც, პროფესიული გამოცდილებითაც ჩვენივე სამეზობლოში აზერბაიჯანში წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით აი ამ გამოფიტვას, ხო, დემოკრატიულ გამოფიტვას განსაკუთრებით 2006 წლიდან, როცა სულ უფრო და უფრო დასუსტდა ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც მოქალაქეებს პოლიტიკურობის შესაძლებლობას აძლევდა და ასევე ამას ვაკვირდებოდით თურქეთშიც და რუსეთშიც, არა მხოლოდ 2011 წლიდან, როცა თქვათ ეს ცნობილი ბალოტნაის გამოსვლები იყო, არამედ რა თქმა უნდა პუტინის რეჟიმი მანამდეც სულ უფრო და უფრო ასუსტებდა დამოუკიდებელ მედიას და თქვათ პირველი დიდი დარტყმა ზოგადად პოლიტიკურ კულტურაზე, თუმცა მაშინაც უკვე იქ რუსეთში მოგეხსენებათ იყო ოლიგარქიული პოლიტიკური სისტემა, იყო მაგალითად NTV-ს დაპატრონება, ხო და სხვა შედარებით დამოუკიდებელი ბიზნეს ტელეარხების დაპატრონება. ახლაც საქართველოს მედია ბაზარი ვიცით რომ არის მცირე, ის არ არის კონკურენტული და კომერციულად მომგებიანი, ის ხშირად არის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ინტერესების გამტარი ხოლმე და ჩვენ უნდა გქონდეს იმის შიში, რომ ჭეშმარიტად დამოუკიდებელ მედია პლატფორმებს, ისეთ როგორც არის მაგალითად ნეტგაზეთი, პუბლიკა და ასე შემდეგ, ასევე ემუქრებათ დიდი საშიშროება. პრინციპში მზია ამაღლობელის ასე უსამართლოდ და სასტიკად დასჯას, რასაც ისინი აკეთებენ, პრინციპში ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ისეთი ნათელი და ხმამაღალი მაგალითია და არ ვიცი, უნდა ვიმედოვნოთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. გეთანხმებით, ეს არის საგანგაშო შემთხვევა, დღეს უკვე 30 დღე შესრულდა მზია ამაღლობელის, ასე ვთქვათ, სრული შიმშილობიდან, მსმენელს ალბათ უნდა თუ მაყურებელს უნდა შევახსენოთ, რომ ეს ადამიანი მხოლოდ წყალს იღებს 30 დღის განმავლობაში, ეს არის მართლა უპრეცედენტო შემთხვევა, რადიკალური პროტესტის მაგალითი, რომელიც ერთის მხრივ ჩვენ აგვაფრთოვანებს, თუმცა არის უაღრესად დამჭკუნელი იმ თვალსაზრისით, რომ ვხედავთ თუ როგორი სისასტიკით ლაპარაკობენ ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლები. რაც ძალიან დამამცირებელი და შეურაცხყოფელი არის, არა მხოლოდ ქალბატონი მზიასთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, მე ასე ვიტყოდი. ქალბატონი, ძალიან დიდი მადლობა, ჩვენი დრო სამწუხაროდ დასასრულს მივუახლოვდა, წარმატება სერბეთს, წარმატება საქართველოს, სლოვაკეთს და არ ვიცი მართლა ყველგან თავისუფალ სიტყვამ და დემოკრატიამ, ადამიანის უფლებებმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ რაღაცა მთელ მსოფლიოში ასე ხდება და იმედია, რომ ეს მალე დასრულდება და ხალხი გაიმარჯვებს და დემოკრატია კიდევ უფრო ეს არის ძალიან დიდი ბრძოლა სამართლიანობისათვის, მაგრამ ჩვენ ვთქვათ უნდა აუცილებლად უნდა ვიქონიოთ გონების პესიმიზმი, მაგრამ ნების ოპტიმიზმი იმისათვის, რომ შევძლოთ თავისუფალ სამყაროში ცხოვრება. ნამდვილად. დიდი მადლობა და დაგემშვიდობებით. მადლობა. და აქვე უნდა დავამშვიდობოთ უკვე ჩვენს მაყურებელსაც, იმიტომ რომ დრო ამოგვეწურა, უკვე ფიანიცანი, ხვალინდელი დღისთვის ენერგიები გვაქვს ყველას მოსაკრები. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, იმედია საინტერესო გადაცემა და საუბრები გამოგვივიდა და დაგემშვიდობებით. დროებით, ზეგამი.